თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივში 2009 წელს აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც არ უნდა არსებულიყო. საიდუმლო საქმე ნომერ 455, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას 15 წლის მოზარდების შესახებ, რომლებმაც 1954 წელს შექმნეს ანტისაბჭოთა ორგანიზაცია. ამ საქმეში იყო ფოტოები, დაკითხვის ოქმები და რაღაც, რაც გვის აგენტებს 30 წლის განმავლობაში აშინებდათ დეტალური გეგმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, დაწერილი სკოლის მოსწავლეების ხელით. ვინ იყვნენ ეს ბავშვები, რომლებმაც გაბედეს სტალინის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყება? რატომ დაიწყეს ეს საქმე სწორედ 1954 წელს, როცა რეპრესიები თავის პიკს აღწევდა? და რა იყო ის, რაც გმ ამ საქმეში ვერასოდეს ვერ იპოვა, მიუხედავად ათობით დაკითხვისა და წლობით თვალთვალისა? 1954 წლის გაზაფხული თბილისში განსაკუთრებული იყო. ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა. ქალაქში პურის რიგები იყო, ხოლო ყოველ ოჯახში ელოდნენ ფრონტიდან წერილებს. მაგრამ ერთი ოჯახი, კოსტავების ოჯახი, სხვა რამეზე ფიქრობდა. მათი ვაჟი მერაბ კოსტავა, რომელსაც მხოლოდ 15 წელი ჰქონდა, უკვე იკითხავდა წიგნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. მისი მეგობარი ზვიად გამსახურდია, რომელიც 1 წლით უფროსი იყო, მას ეხმარებოდა ამ წიგნების მოძიებაში. ისინი ხვდებოდნენ ძველ ეკლესიებში, მიტოვებულ შენობებში, სადაც არავინ შეეძლოთ მათი მოსმენა. მერაბის ოჯახი ინტელიგენციის წარმომადგენელი იყო. მისი მამა, კონსტანტინე კოსტავა, ცნობილი ინჟინერი იყო, რომელიც ომამდე მუშაობდა თბილისის ქარხნებში. დედა, ნინო, მასწავლებელი იყო, რომელიც ფარულად ასწავლიდა ბავშვებს ქართულ ისტორიას, იმ ვერსიას, რომელიც სახელმძღვანელოებში არ იყო. სახლში ხშირად ისმოდა საუბრები იმის შესახებ, თუ როგორი იყო საქართველო დამოუკიდებლობის პერიოდში. 1918-დან 21 წლამდე. ეს საუბრები მერაბის გონებაში ღრმად იყო ამოტვიფრული. ზვიად გამსახურდია სხვა სამყაროდან მოდიოდა. მისი მამა, კონსტანტინე გამსახურდია, ცნობილი მწერალი იყო, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა, მაგრამ სახლში ინახავდა წიგნებს, რომლებიც ოფიციალურად არ არსებობდა. ზვიადს შეეძლო წაიკითხა ყველაფერი, ქართული კლასიკა, ევროპული ფილოსოფია, პოლიტიკური ტრაქტატები. მაგრამ მას აინტერესებდა რაღაც მეტი, როგორ შეეძლო ამ ცოდნის გამოყენება რეალურ ცვლილებებისთვის. როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ, მერაბს ჰქონდა ერთი წიგნი, რომელიც მან თავისი დედისგან მიიღო. ეს იყო ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების კრებული, დაბეჭდილი 1915 წელს. წიგნის გვერდებზე იყო ჩანაწერები, რომლებიც მერაბის დედამ გააკეთა, ციტატები, რომლებიც საუბრობდა თავისუფლებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე. ზვიადმა როცა ეს წაიკითხა, მან თქვა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც. არა მხოლოდ ვიკითხოთ, არამედ ვიმოქმედოთ. მაგრამ რას შეეძლო გაეკეთებინა 15-16 წლის მოზარდმა იმ დროს, როცა კბ-ს აგენტები ყოველ ქუჩაში იყვნენ. როცა ერთი არასწორი სიტყვა შეეძლო მთელი ოჯახის სიბერიაში გადასახლებას გამოეწვია. როცა თვით სკოლებში მასწავლებლები ვალდებული იყვნენ მოხსენება გაეკეთებინათ ბავშვების საეჭვოს საუბრებზე, 1954 წლის ზაფხულს, როცა ომი უკვე მთავრდებოდა, მერაბმა და ზვიადმა გადაწყვიტეს შეექმნათ ორგანიზაცია. ისინი არ იცოდნენ, როგორ უნდა ეწოდა ეს ორგანიზაცია, რა უნდა ყოფილიყო მისი მიზნები, როგორ უნდა მოეზიდათ წევრები. მაგრამ მათ იცოდნენ ერთი, ისინი უნდა დაეწყოთ რაღაც, რაც შეცვლიდა საქართველოს მომავალს. ისინი ხვდებოდნენ ძველ ეკლესიაში, რომელიც მდებარეობდა თბილისის გარეუბანში, სადაც არავინ დადიოდა. ეს ეკლესია დაზიანებული იყო, მისი კედლები ნახევრად დანგრეული, მაგრამ იქ იყო ერთი პატარა ოთახი, სადაც შეიძლებოდა საიდუმლო შეხვედრების ჩატარება. პირველ შეხვედრაზე მხოლოდ ისინი ორნი იყვნენ. მერაბმა მოიტანა რვეული, სადაც დაწერა, ჩვენი მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ზვიადმა დაამატა, ჩვენ უნდა შევქმნათ ორგანიზაცია, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ ისევე, როგორც ჩვენ. ისინი იცოდნენ, რომ ეს იყო საშიში. ისინი იცოდნენ, რომ თუ გმ გაიგო, ისინი დააპატიმრებდნენ. მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ თუ არაფერს გააკეთებდნენ, საქართველო დარჩებოდა საბჭოთა იმპერიის ნაწილად სამუდამოდ. მათ დაიწყო სხვა მოზარდების ძებნა, რომლებსაც შეეძლოთ ენდოთ. ეს არ იყო ადვილი. ყველა ეშინოდა. ყველა იცოდა, რომ გბ-ს ჰყავდა ინფორმატორები ყველგან, სკოლებში, უნივერსიტეტებში, თუნდაც ოჯახებში. მაგრამ მერაბმა და ზვიადმა იპოვეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მზად იყვნენ რისკისთვის. პირველი იყო გიორგი ჩანტურია, რომელიც სწავლობდა მერაბთან ერთად.
გიორგის ოჯახი რეპრესირებული იყო, მისი ბაბუა დააპატიმრეს 30-იან წლებში და გაგზავნეს სიბერიაში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. გიორგი იცოდა, რას ნიშნავდა საბჭოთა ხელისუფლება. მეორე იყო ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელიც სწავლობდა ზვიადთან ერთად. ვახტანგის მამა იყო ყოფილი მენშევიკი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში 1919-დან 21 წლამდე. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ვახტანგის მამა იძულებული გახდა დაფარულიყო, მუშაობდა უბრალო ბუღალტრად, მაგრამ სახლში ყოველთვის საუბრობდა იმ დროზე, როცა საქართველო თავისუფალი იყო. ვახტანგი იზრდებოდა ამ ისტორიებით და იცოდა, რომ დამოუკიდებლობა შესაძლებელი იყო. მესამე იყო თამაზ კვაჭანტირაძე, რომელიც იყო ყველაზე რადიკალური მათ შორის. თამაზის ოჯახი წარმოშობით იყო კახეთიდან, სადაც 30-იან წლებში მოხდა მასობრივი რეპრესიები. თამაზის ბაბუა და ბებია დახვრიტეს. როგორც ხალხის მტრები, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ფლობდნენ მცირე მიწის ნაკვეთს და არ სურდათ კოლექტივიზაცია. თამაზი იზრდებოდა სიძულვილით საბჭოთა სისტემის მიმართ და მზად იყო ყველაფრისთვის. ამ ხუთმა ახალგაზრდამ შექმნა ორგანიზაციის ბირთვი. მაგრამ მათ სჭირდებოდათ სახელი. ისინი ხანგრძლივად ფიქრობდნენ, რა უნდა ეწოდა მათ ორგანიზაციას. მერაბმა შესთავაზა გორგასალიანელები. ეს სახელი მოდიოდა ვახტანგ გორგასლის სახელიდან, ქართველი მეფისა, რომელმაც მე-5 საუკუნეში დააარსა თბილისი და იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს სახელი სიმბოლური იყო, ისინი ხედავდნენ თავიანთ თავს როგორც გორგასლის მემკვიდრეებს, რომლებიც აგრძელებდნენ მის საქმეს. რატომ არჩიეს სწორედ ეს სახელი? რადგან ვახტანგ გორგასალი იყო მეფე, რომელიც არასოდეს დანებებულა. მან იბრძოლა სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცირე ქვეყანა იყო. მან შექმნა კანონების კოდექსი, რომელიც იცავდა ქართველი ხალხის უფლებებს. მან დააარსა ქალაქი, რომელიც გახდა საქართველოს გული. მერაბმა და სვიადმა იცოდნენ, რომ ისინი ასევე იბრძოდნენ იმპერიის წინააღმდეგ, საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობდა გაენადგურებინა ქართული იდენტობა. ორგანიზაციის პირველი აქტივობა იყო ფულადების გავრცელება. ისინი წერდნენ ხელით პატარა ფურცლებზე ტექსტებს, რომლებიც საუბრობდა საქართველოს ისტორიაზე, დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე, საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებზე. ეს ფულადები იყო მარტივი, მაგრამ ძალიან საშიში. თუ ვინმე დაიჭერდა ასეთი ფულადის გავრცელებისას, მას ელოდა დაპატიმრება და შესაძლოა სიკვდილით დასჯა. მაგრამ ისინი აგრძელებდნენ. პირველი ფულადი, რომელიც მათ გაავრცელეს, იყო დაწერილი მერაბის ხელით. მასში იყო ტექსტი: ქართველო, გახსოვდეს შენი წარსული. საქართველო იყო დამოუკიდებელი ქვეყანა 1000 წლის განმავლობაში. ჩვენ ვიყავით თავისუფალი 1918-დან 21 წლამდე. ჩვენ შეგვიძლია ისევ ვიყოთ თავისუფლები. არ დაივიწყო, ვინ ხარ. ეს ტექსტი იყო მარტივი, მაგრამ ძალიან ძლიერი. ის ახსენებდა ადამიანებს, რომ საქართველოს ჰქონდა ისტორია, რომელიც არ იწყებოდა საბჭოთა კავშირით. ისინი ტოვებდნენ ამ ფულადებს სხვადასხვა ადგილებში, სკოლების დერეფნებში, ბიბლიოთეკებში, პარკებში, ავტობუსებში. ისინი აკეთებდნენ ამას ღამით, როცა ქუჩები ცარიელი იყო. ისინი იყვნენ ძალიან ფრთხილები, მაგრამ იცოდნენ, რომ კგბ-ს აგენტები ყველგან იყვნენ. ყოველი ფულადის დატოვება იყო რისკი, მაგრამ ისინი გრძნობდნენ, რომ ეს იყო მათი მოვალეობა. 1945 წლის გაზაფხულზე, როცა ომი დასრულდა, კგბ-მ დაიწყო გამოძიება. ვიღაცამ იპოვა ერთ-ერთი ფულადი და მიაწოდა ხელისუფლებას. კგბ-ს აგენტები დაიწყეს ძებნა, ვინ წერდა ამ ფულადებს. ვინ ავრცელებდა მათ, რამდენი ადამიანი იყო ჩართული. ისინი დაკითხავდნენ სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს. ისინი ცდილობდნენ იპოვონ ნებისმიერი კავშირი, ნებისმიერი მინიშნება. მერაბმა და სვიადმა გაიგეს, რომ კგბ-მათ ეძებდა. ისინი გადაწყვიტეს შეეჩერებინათ ფულადების გავრცელება დროებით. მაგრამ ისინი არ შეწყვიტეს შეხვედრები. ისინი აგრძელებდნენ შეხვედრებს ძველ ეკლესიაში, სადაც ისინი განიხილავდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ შემდეგ. ისინი იცოდნენ, რომ კგბ-ს შეეძლო მათი დაჭერა ნებისმიერ მომენტში, მაგრამ ისინი არ აპირებდნენ დანებებას. 1945 წლის ზაფხულს მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. სტალინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ყველა რეპრესირებული ხალხი, რომლებიც გადასახლებულნი იყვნენ სიბერიაში და ყაზახეთში, უნდა დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახლებში. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ რეჟიმი შესაძლოა სუსტდებოდა. მერაბმა და სვიადმა დაინახეს ეს როგორც შესაძლებლობა.
ისინი გადაწყვიტეს გააფართოვონ თავიანთი ორგანიზაცია და მოეზიდათ მეტი ადამიანი. მაგრამ როგორ შეეძლოთ ამის გაკეთება, როცა გმათ ეძებდა? როგორ შეეძლოთ ახალი წევრების მოზიდვა, როცა ყველა ეშინოდა? როგორ შეეძლოთ გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა, როცა ყოველი ნაბიჯი შეეძლო ყოფილიყო ბოლო? 1946 წელი იყო გადამწყვეტი წელი გორგასალიანელებისთვის. ომი დასრულდა, მაგრამ რეპრესიები გაგრძელდა. სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მისი ხელისუფლება აბსოლუტური იყო. მაგრამ რაღაც იცვლებოდა საზოგადოებაში. ადამიანები იწყებდნენ საუბარს უფრო ღიად, ისინი იწყებდნენ კითხვების დასმას. მერაბმა და სვიადმა გადაწყვიტეს გამოიყენონ ეს მომენტი. ისინი დაიწყეს ახალი აქტივობა, საიდუმლო შეხვედრების ორგანიზება, სადაც ახალგაზრდები შეიძლებოდა ესაუბრათ თავისუფლად. ეს შეხვედრები ტარდებოდა სხვადასხვა ადგილებში, ზოგჯერ ძველ ეკლესიაში, ზოგჯერ მიტოვებულ შენობებში, ზოგჯერ თუნდაც ტყეში. ისინი იყვნენ ძალიან ფრთხილები, ყოველი შეხვედრა იგეგმებოდა წინასწარ, ყოველი მონაწილე შემოწმებული იყო, ყოველი სიტყვა იყო გააზრებული. ამ შეხვედრებზე ისინი საუბრობდნენ ყველაფერზე, ქართულ ისტორიაზე, ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, პოლიტიკაზე. ისინი კითხულობდნენ წიგნებს, რომლებიც აკრძალული იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას ნაწარმოებებს. ისინი კითხულობდნენ ევროპულ ფილოსოფოსებს, კანტს, ჰეგელს, ნიცშეს. ისინი კითხულობდნენ პოლიტიკურ ტრაქტატებს, ჯონ ლოკის, ჟან-ჟაკ რუსოს, ტომას ჯეფერსონის ნაშრომებს. ამ შეხვედრებზე ისინი ასევე განიხილავდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. ისინი იცოდნენ, რომ ეს არ იყო რეალური მოკლევადიან პერსპექტივაში, საბჭოთა კავშირი იყო ძალიან ძლიერი, სტალინის ხელისუფლება იყო აბსოლუტური. მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ ისტორია იცვლებოდა, რომ იმპერიები ინგრეოდნენ, რომ ხალხები იბრძოდნენ თავიანთი თავისუფლებისთვის და ზოგჯერ იმარჯვებდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა 1946 წლის შემოდგომაზე, მერაბმა წარმოადგინა იდეა. მან თქვა, ჩვენ უნდა შევქმნათ პროგრამა, დოკუმენტი, რომელიც აღწერს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს დამოუკიდებელი საქართველო. ჩვენ უნდა დავწეროთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი მთავრობა, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი განათლების სისტემა, ჩვენი კულტურა. ეს დოკუმენტი იქნება ჩვენი მანიფესტი. სვიადმა დაუჭირა მხარი ამ იდეას. მან თქვა, ეს დოკუმენტი იქნება ჩვენი მომავლის ხედვა. ის იქნება რაღაც, რაც შეინახება და გადაეცემა მომავალ თაობებს. როცა საქართველო გახდება დამოუკიდებელი და ის გახდება დამოუკიდებელი, ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი ჩვენი ახალი სახელმწიფოსთვის. ისინი დაიწყეს მუშაობა ამ დოკუმენტზე. ეს არ იყო ადვილი. ისინი იყვნენ მხოლოდ 16-17 წლის მოზარდები, რომლებსაც არ ჰქონდათ გამოცდილება პოლიტიკაში ან მმართველობაში. მაგრამ მათ ჰქონდათ ხედვა, ჰქონდათ იდეები, ჰქონდათ ენთუზიაზმი. ისინი კითხულობდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ იპოვონ, წიგნებს დემოკრატიაზე, კონსტიტუციებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ისტორიულ დოკუმენტებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. დოკუმენტი, რომელიც მათ შექმნეს, იყო გასაოცარი. მასში იყო ყველაფერი, როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო მთავრობა, პარლამენტური დემოკრატია, როგორ უნდა ფუნქციონირებდა ეკონომიკა, ბაზრის ეკონომიკა თავისუფალი ვაჭრობით, როგორ უნდა აშენებულიყო განათლების სისტემა, ფოკუსი ქართულ ენასა და ისტორიაზე, როგორ უნდა დაცულიყო კულტურა, მხარდაჭერა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურისთვის. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც წინ უსწრებდა თავის დროს. მაგრამ ეს დოკუმენტი იყო ასევე ძალიან საშიში. თუ მიპოვა ეს დოკუმენტი, ის იქნებოდა მტკიცებულება ანტისაბჭოთა საქმიანობისა. ის იქნებოდა საფუძველი დაპატიმრებისთვის, სასამართლოსთვის, შესაძლოა სიკვდილით დასჯისთვის. მერაბმა და სვიადმა გადაწყვიტეს დაემალათ ეს დოკუმენტი ისე, რომ არავინ შეეძლო მისი პოვნა. ისინი გააკეთეს რამდენიმე ასლი და დამალეს ისინი სხვადასხვა ადგილებში. ერთი ასლი დამალეს ძველ ეკლესიაში, მეორე მერაბის სახლში, მესამე სვიადის სახლში. 1947 წელი მოიტანა ახალ გამოწვევებს. გბმ გააძლიერა თავისი საქმიანობა. ისინი იცოდნენ, რომ თბილისში არსებობდა ანტისაბჭოთა ორგანიზაცია, მაგრამ არ იცოდნენ, ვინ იყო მისი წევრები. ისინი დაკითხავდნენ ათობით ადამიანს, ეძებდნენ ნებისმიერ მინიშნებას, ნებისმიერ კავშირს. ისინი აყენებდნენ ინფორმატორებს სკოლებში, უნივერსიტეტებში, თუნდაც ეკლესიებში. მერაბმა და სვიადმა გადაწყვიტეს შეეცვალათ ტაქტიკა. ისინი შეწყვიტეს ფულადების გავრცელება და საიდუმლო შეხვედრების ორგანიზება. ისინი გადაწყვიტეს გახდნენ უფრო ფრთხილები, უფრო საიდუმლოები.
ისინი ხვდებოდნენ მხოლოდ მცირე ჯგუფებში. მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებსაც სრულად ენდობოდნენ. ისინი აღარ წერდნენ არაფერს, ყველაფერი იყო ზეპირი, ყველაფერი იყო მეხსიერებაში. მაგრამ გგბა არ წყვეტდა ძებნას. 1947 წლის ზამთარს მოხდა რაღაც, რამაც თითქმის გაანადგურა გორგასალიანელები. ერთ-ერთი წევრი, რომელიც ახლახან შეუერთდა ორგანიზაციას, აღმოჩნდა გგბას ინფორმატორი. ეს ადამიანი, რომლის სახელი იყო ლევან, იყო ახალგაზრდა სტუდენტი, რომელიც ჩანდა ძალიან იდეალისტურად. მან მოითხოვა შეხვედრა მერაბთან და ზვიადთან, სადაც მან უთხრა, რომ სურდა უფრო აქტიურად ჩართულიყო ორგანიზაციაში. მერაბმა და ზვიადმა ეჭვი შეიტანეს. რაღაც არ იყო სწორი ამ ადამიანთან. მისი კითხვები იყო ძალიან კონკრეტული, ვინ იყო სხვა წევრები, სად ინახებოდა დოკუმენტები, როდის იყო შემდეგი შეხვედრა. მერაბმა გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს ადამიანი. მან სთხოვა გიორგი ჩანტურიას, რომელსაც ჰქონდა კავშირები სხვადასხვა ადამიანებთან. გაერკვია ლევანის შესახებ. გიორგიმ აღმოაჩინა რაღაც შემაშფოთებელი. ლევანი იყო ახლახან ჩამოსული თბილისში სხვა ქალაქიდან. მას არ ჰქონდა ოჯახი თბილისში, არ ჰქონდა მეგობრები, არ ჰქონდა ისტორია. ის გამოჩნდა უეცრად და დაიწყო კავშირების დამყარება ახალგაზრდებთან, რომლებიც ცნობილი იყვნენ თავიანთი კრიტიკული აზროვნებით. ეს იყო კლასიკური გგბ-ს ტაქტიკა, გაგზავნე ახალგაზრდა აგენტი, რომელიც ჩანს იდეალისტურად და გამოიყენე ის ინფორმაციის მოსაპოვებლად. მერაბმა და ზვიადმა გადაწყვიტეს გაეშორებინათ ლევანი. ისინი უთხრეს მას, რომ ორგანიზაცია შეწყვიტა თავისი საქმიანობა და აღარ იყო შეხვედრები. ლევანი ცდილობდა მეტი ინფორმაციის მიღებას, მაგრამ მერაბმა და ზვიადმა არაფერი უთხრეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ლევანი გაქრა თბილისიდან. ეს იყო დადასტურება, ის იყო გგბ-ს აგენტი. ეს ინციდენტი აჩვენა გორგასალიანელებს, რამდენად საშიში იყო მათი საქმიანობა. ისინი გაიგეს, რომ გგბ იყო ყველგან, რომ ისინი არ შეეძლოთ ენდოთ არავის. რომ ყოველი ახალი წევრი შეეძლო ყოფილიყო ინფორმატორი. ისინი გადაწყვიტეს შეეზღუდათ ორგანიზაცია მხოლოდ ძირითადი 5 წევრით: მერაბი, ზვიადი, გიორგი, ვახტანგი და თამაზი. ეს იყო ადამიანები, რომლებსაც ისინი იცნობდნენ წლების განმავლობაში, რომლებსაც სრულად ენდობოდნენ. 1948 წელი იყო წელი, როცა გორგასალიანელებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ თავიანთი სტრატეგია. ისინი გაიგეს, რომ ფულადების გავრცელება და საიდუმლო შეხვედრები არ იყო საკმარისი. ისინი გადაწყვიტეს გააკეთონ რაღაც უფრო დიდი, რაც მოახდენდა რეალურ გავლენას საზოგადოებაზე. ისინი გადაწყვიტეს შექმნათ საიდუმლო ბიბლიოთეკა, ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეიძლებოდა წაეკითხათ წიგნები, რომლებიც აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში. ეს იდეა მოვიდა ზვიადისგან. მისი მამა, კონსტანტინე გამსახურდია, ფლობდა დიდ კოლექციას წიგნებისა, რომლებიც იყო აკრძალული: ქართული კლასიკა, ევროპული ფილოსოფია, პოლიტიკური ტრაქტატები, ისტორიული დოკუმენტები. ზვიადმა სთხოვა მამას, შეეძლო თუ არა გამოეყენებინა ეს წიგნები საიდუმლო ბიბლიოთეკისთვის. კონსტანტინე დათანხმდა, მაგრამ გააფრთხილა ზვიადი, ეს იყო ძალიან საშიში და თუ გგბ-მ გაიგო, მთელი ოჯახი შეეძლო დაპატიმრებულიყო. მერაბმა იპოვა ადგილი საიდუმლო ბიბლიოთეკისთვის. ეს იყო ძველი სარდაფი ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში თბილისის გარეუბანში. სარდაფი იყო ნახევრად დანგრეული, მაგრამ იქ იყო ერთი ოთახი, რომელიც იყო საკმარისად დიდი წიგნების შესანახად. ისინი გაასუფთავეს ეს ოთახი, დააყენეს თაროები და დაიწყეს წიგნების მოტანა. საიდუმლო ბიბლიოთეკა გახდა გორგასალიანელების ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი. იქ იყო ასობით წიგნი: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას ნაწარმოებები, ქართული ისტორიის წიგნები, ევროპული ფილოსოფოსების ნაშრომები, პოლიტიკური ტრაქტატები. ისინი ასევე ინახავდნენ იქ დოკუმენტებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, ფოტოებს, გაზეთებს. ახალგაზრდები, რომლებიც მოდიოდნენ ამ ბიბლიოთეკაში, უნდა გაევლოთ მკაცრი შერჩევა. მერაბი და ზვიადი პირადად ესაუბრებოდნენ თითოეულ ადამიანს, ამოწმებდნენ მათ ისტორიას, ამოწმებდნენ მათ მოტივაციას. მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ისინი სრულად ენდობოდნენ, ეძლეოდათ წვდომა ბიბლიოთეკაში. ყოველი ვიზიტი იყო დაგეგმილი წინასწარ, ყოველი ადამიანი მოდიოდა სხვადასხვა დროს, რათა არ გამოეწვია ეჭვი. საიდუმლო ბიბლიოთეკა გახდა ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეიძლებოდა ესწავლათ, ფიქრობდნენ, განიხილავდნენ იდეებს. ეს იყო ადგილი, სადაც ისინი შეიძლებოდა იყვნენ თავისუფლები, სადაც ისინი შეიძლებოდა ესაუბრათ ყველაფერზე, რაზეც არ შეეძლოთ საუბარი სხვაგან. ეს იყო ადგილი, სადაც ისინი შეიძლებოდა ოცნებობდნენ დამოუკიდებელ საქართველოზე.
მაგრამ კგბა არ წყვეტდა ძებნას. 1948 წლის შემოდგომაზე მოხდა რაღაც, რამაც თითქმის გაანადგურა გორგასალიანელები. კგბ-ს აგენტებმა დააკავეს ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ნახეს საეჭვო ქცევით. ამ ახალგაზრდას, რომლის სახელი იყო დავით, ჰქონდა წიგნი, რომელიც იყო აკრძალული. კგბ-მ დაიწყო მისი დაკითხვა, საიდან მიიღო ეს წიგნი, ვინ მისცა მას, რამდენი ადამიანი იყო ჩართული. დავითმა ცდილობდა არაფრის თქმა, მაგრამ კგბ-ს აგენტები იყვნენ გამოცდილები. ისინი იყენებდნენ ყველა მეთოდს: დაშინება, მუქარა, ფიზიკური ძალადობა. რამდენიმე დღის შემდეგ დავითმა ჩაბარდა. მან უთხრა კგბ-ს საიდუმლო ბიბლიოთეკის შესახებ, მან უთხრა სარდაფის ადგილმდებარეობის შესახებ, მან უთხრა მერაბისა და ზვიადის სახელები. კგბ-მ დაგეგმა რეიდი. ისინი აპირებდნენ დაეპატიმრებინათ ყველა, ვინც იყო ჩართული საიდუმლო ბიბლიოთეკაში. მაგრამ რაღაც მოხდა, რამაც შეცვალა ყველაფერი. ერთ-ერთი კგბ-ს ოფიცერი, რომელიც იყო ჩართული გამოძიებაში, იყო ქართველი. ამ ოფიცერს, რომლის სახელი იყო გიორგი, ჰქონდა ორი შვილი, რომლებიც სწავლობდნენ თბილისის სკოლებში. გიორგი მიცოდა, რომ მისი შვილები ასევე კითხულობდნენ აკრძალულ წიგნებს. ასევე ოცნებობდნენ თავისუფალ საქართველოზე. გიორგიმ გადაწყვიტა გააფრთხილა გორგასალიანელები. მან იპოვა გზა, რომ დაუკავშირდა მერაბს და უთხრა რეიდის შესახებ. მერაბმა და ზვიადმა ჰქონდათ მხოლოდ რამდენიმე საათი. ისინი სწრაფად წავიდნენ სარდაფში, აიღეს ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნები და დოკუმენტები და დამალეს ისინი სხვადასხვა ადგილებში. როცა კგბ-ს აგენტები მივიდნენ სარდაფში, ისინი იპოვეს მხოლოდ ცარიელ ოთახს. ეს იყო გადარჩენა, მაგრამ ეს ასევე იყო დასასრული საიდუმლო ბიბლიოთეკისა. კგბ-მ იცოდა ახლა გორგასალიანელების შესახებ, იცოდა მერაბისა და ზვიადის სახელები, იცოდა მათი საქმიანობის შესახებ. ისინი იყვნენ ახლა მათი სიაში, ისინი იყვნენ ახლა მათი სამიზნე. 1959 წელი იყო წელი, როცა გორგასალიანელებმა გადაწყვიტეს შეეწყვიტათ თავიანთი საქმიანობა დროებით. კგბ-ს ზეწოლა იყო ძალიან ძლიერი. ისინი იყვნენ მუდმივ თვალთვალის ქვეშ, მათი სახლები ჩხრეკილი იყო. მათი მეგობრები და ოჯახის წევრები დაკითხული იყვნენ. მერაბმა და ზვიადმა გაიგეს, რომ თუ ისინი გააგრძელებდნენ, ისინი დაპატიმრდებოდნენ და შესაძლოა არასოდეს გამოვიდოდნენ ციხიდან. მაგრამ ისინი არ დანებდნენ. ისინი გადაწყვიტეს შეეცვალათ ტაქტიკა კიდევ ერთხელ. ისინი გადაწყვიტეს გახდნენ მძინარე უჯრედები, ისინი შეწყვეტდნენ ყველა აქტივობას, მაგრამ შეინარჩუნებდნენ კავშირებს და მზად იქნებოდნენ აქტივობის განახლებისთვის, როცა დრო მოვიდოდა. ისინი იცოდნენ, რომ სტალინი იყო უკვე ძველი, რომ რეჟიმი შესაძლოა შეიცვლებოდა, რომ ახალი შესაძლებლობები შესაძლოა გამოჩნდებოდა. 1959 წლის ზამთარს მოხდა რაღაც, რამაც მისცა მათ იმედი. სტალინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც ყველა ხალხის მტერი, რომლებიც დაპატიმრებულნი იყვნენ 30-იან და 50-იან წლებში, უნდა გადამოწმებულიყვნენ. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ რეჟიმი შესაძლოა არ ბილდებოდა. მერაბმა და ზვიადმა დაინახეს ეს როგორც შესაძლებლობა. ისინი გადაწყვიტეს დაელოდათ და ენახათ, რა მოხდებოდა. 1959 წლის გაზაფხულზე მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი საქართველოსთვის. თბილისში გაიმართა დემონსტრაცია, რომელიც მოითხოვდა ქართული ენის დაცვას. საბჭოთა ხელისუფლება აპირებდა შეეცვალა ქართული ენა რუსულით, როგორც ოფიციალური ენა საქართველოში. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, მათ შორის სტუდენტები, მასწავლებლები, მუშები, გლეხები. ეს იყო პირველი მასობრივი პროტესტი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. მერაბი და ზვიადი იყვნენ ამ დემონსტრაციაში. ისინი დგანან ხალხის შორის, ისინი ყვიროდნენ ლოზუნგებს, ისინი ატარებდნენ პლაკატებს. ისინი გრძნობდნენ, რომ რაღაც იცვლებოდა, რომ ხალხი იწყებდა აჯანყებას, რომ თავისუფლება შესაძლოა იყო ახლოს. მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. რომ გზა დამოუკიდებლობამდე იყო ჯერ კიდევ გრძელი და საშიში. დემონსტრაცია დასრულდა წარმატებით. საბჭოთა ხელისუფლება უკან დაიხია და გააუქმა გეგმა ქართული ენის შეცვლის შესახებ. ეს იყო პირველი გამარჯვება ქართველი ხალხისთვის საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. მერაბმა და ზვიადმა გაიგეს, რომ მათი ბრძოლა არ იყო უშედეგო, რომ ხალხი იყო მზად ბრძოლისთვის, რომ დამოუკიდებლობა იყო შესაძლებელი. 1950 წელი იყო წელი, როცა გორგასალიანელებმა გადაწყვიტეს განაახლონ თავიანთი საქმიანობა. სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ რეჟიმი იყო უფრო სუსტი, ვიდრე ადრე.
ომის შემდეგ ეკონომიკა იყო დანგრეული, ხალხი იყო დაღლილი, რეპრესიები გრძელდებოდა, მაგრამ ისინი იყო ნაკლებად ინტენსიური. მერაბმა და სვიადმა გადაწყვიტეს გამოიყენონ ეს მომენტი. ისინი დაიწყეს ახალი აქტივობა, საიდუმლო ჟურნალის გამოცემა. ეს ჟურნალი, რომელსაც ეწოდა თავისუფალი საქართველო, იყო დაწერილი ხელით და გავრცელებული იყო მცირე ტირაჟით. მასში იყო სტატიები ქართულ ისტორიაზე, ლიტერატურაზე, პოლიტიკაზე. მასში იყო ასევე კრიტიკა საბჭოთა რეჟიმის მიმართ, მოწოდებები დამოუკიდებლობისთვის, ხედვა თავისუფალი საქართველოსთვის. პირველი ნომერი თავისუფალი საქართველოს გამოვიდა 1950 წლის შემოდგომაზე. მასში იყო სტატია ილია ჭავჭავაძის შესახებ, სტატია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, სტატია საბჭოთა რეპრესიების შესახებ. ჟურნალი იყო დაწერილი მერაბის, სვიადის, გიორგის, ვახტანგისა და თამაზის მიერ. ისინი გააკეთეს 10 ასლი და გაავრცელეს ისინი თავიანთ მეგობრებსა და ნდობის ღირს ადამიანებს შორის. ჟურნალი გახდა წარმატებული. ადამიანები, რომლებმაც წაიკითხეს ის, იყვნენ შთაბეჭდილები. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო პირველი რამ, რაც მათ წაუკითხავთ, რომელიც საუბრობდა სიმართლეზე, რომელიც არ ეშინოდა საბჭოთა ხელისუფლებისა. ისინი ითხოვდნენ მეტ ასლებს. ისინი ითხოვდნენ ახალ ნომრებს. მერაბმა და სვიადმა გადაწყვიტეს გააგრძელონ. მეორე ნომერი გამოვიდა 1950 წლის ზამთარს. მასში იყო სტატია აკაკი წერეთლის შესახებ, სტატია ქართული კულტურის დაცვის შესახებ, სტატია საბჭოთა ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. მესამე ნომერი გამოვიდა 1951 წლის გაზაფხულზე. მასში იყო სტატია ვაჟა-ფშაველას შესახებ, სტატია ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ, სტატია საბჭოთა განათლების სისტემის შესახებ. მაგრამ კბარი ძინებდა. ისინი იცოდნენ ახლა თავისუფალი საქართველოს შესახებ, ისინი ეძებდნენ მის ავტორებს. ისინი დაკითხავდნენ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ჟურნალის ასლები, ისინი ცდილობდნენ იპოვონ კავშირი. ისინი იცოდნენ, რომ ეს იყო გორგასალიანელების საქმე, მაგრამ მათ სჭირდებოდათ მტკიცებულება. 1951 წლის ზაფხულს კბ-მ გააკეთა გარღვევა. ისინი დააკავეს ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თავისუფალი საქართველოს ასლი. ამ ადამიანმა, რომლის სახელი იყო ნიკოლოზი, უთხრა კბ-ს, რომ მან მიიღო ჟურნალი გიორგი ჩანტურიასგან. კბ-მ დააკავა გიორგი და დაიწყო მისი დაკითხვა. გიორგი ცდილობდა არაფრის თქმა, მაგრამ კბ-ს აგენტები იყენებდნენ ყველა მეთოდს. რამდენიმე დღის შემდეგ გიორგიმ ჩაბარდა. მან უთხრა კბ-ს გორგასალიანელების შესახებ, მან უთხრა მერაბისა და სვიადის სახელები, მან უთხრა თავისუფალი საქართველოს შესახებ. კბ-მ დაგეგმა მასობრივი დაპატიმრება. მაგრამ კიდევ ერთხელ რაღაც მოხდა, რამაც შეცვალა ყველაფერი. იმავე კბ-ს ოფიცერმა გიორგიმ, რომელმაც გააფრთხილა გორგასალიანელები ადრე, კიდევ ერთხელ გააფრთხილა ისინი. მან უთხრა მერაბს, რომ კბ აპირებდა მათ დაპატიმრებას მომდევნო დღეებში. მერაბმა და სვიადმა ჰქონდათ მხოლოდ რამდენიმე საათი. ისინი სწრაფად შეიკრიბნენ ყველა დოკუმენტი, ყველა ჟურნალის ასლი. ყველა წიგნი და დამალეს ისინი სხვადასხვა ადგილებში. ისინი გააფრთხილეს ვახტანგი და თამაზი. ისინი მზად იყვნენ დაპატიმრებისთვის, მაგრამ ისინი არ აპირებდნენ კბ-ს მიეცათ ყველაფერი. როდესაც კბ-ს აგენტები მოვიდნენ მერაბისა და სვიადის სახლებში, ისინი იპოვეს მხოლოდ რამდენიმე წიგნი, რომლებიც არ იყო აკრძალული. ისინი დააკავეს მერაბი და სვიადი, მაგრამ მათ არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულება მათი დასასჯელად. ისინი ასევე დააკავეს ვახტანგი და თამაზი, მაგრამ ისინიც არაფერი უთხრეს. 1951 წლის შემოდგომა იყო ყველაზე რთული პერიოდი გორგასალიანელებისთვის. მერაბი, სვიადი, ვახტანგი და თამაზი იყვნენ კბ-ს საკნებში. ისინი დაკითხავდნენ ყოველ დღე, ზოგჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში. კბ-ს აგენტები ცდილობდნენ მოეპოვებინათ ინფორმაცია, ვინ იყო სხვა წევრები, სად იყო დამალული დოკუმენტები, რა იყო მათი გეგმები. მაგრამ მერაბი, სვიადი, ვახტანგი და თამაზი არაფერს ამბობდნენ. ისინი იცოდნენ, რომ თუ ისინი ჩაბარდებოდნენ, ეს იქნებოდა დასასრული გორგასალიანელებისა. ისინი იცოდნენ, რომ ისინი უნდა გაეძლოთ, რაც არ უნდა მოხდეს. ისინი იცოდნენ, რომ მათი ბრძოლა იყო უფრო დიდი, ვიდრე მათი პირადი ბედი. კბ-ს აგენტები იყენებდნენ ყველა მეთოდს: დაშინება, მუქარა, ფიზიკური ზეწოლა, ფსიქოლოგიური მანიპულაცია. ისინი ამბობდნენ მერაბს, რომ მისი ოჯახი დაპატიმრდებოდა, თუ ის არ ესაუბრებოდა. ისინი ამბობდნენ სვიადს, რომ მისი მამა დაკარგავდა თავის სამსახურს.
ისინი ამბობდნენ ვახტანგს და თამასს, რომ ისინი გაგზავნიდნენ სიბერიაში. მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა. რამდენიმე კვირის შემდეგ გბ-მ გაიგო, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულება. გიორგი ჩანტურიას ჩვენება იყო ერთადერთი მტკიცებულება, მაგრამ ის არ იყო საკმარისი სასამართლოსთვის. გბ-მ გადაწყვიტა გაათავისუფლა მერაბი, ზვიადი, ვახტანგი და თამაზი, მაგრამ დატოვა ისინი მუდმივ თვალთვალის ქვეშ. როდესაც მერაბი და ზვიადი გამოვიდნენ კბ-ს შენობიდან, ისინი იცოდნენ, რომ ეს არ იყო დასასრული. ისინი იცოდნენ, რომ კბ აგრძელებდა მათ თვალთვალს, რომ ისინი ელოდნენ ერთ შეცდომას, ერთ სისუსტეს. ისინი იცოდნენ, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ კიდევ უფრო ფრთხილები, კიდევ უფრო საიდუმლოები. მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ ისინი არ შეწყვეტდნენ. ისინი იცოდნენ, რომ მათი ბრძოლა იყო სამართლიანი, რომ მათი მიზანი იყო ღირსეული. ისინი იცოდნენ, რომ საქართველო ერთ დღეს იქნებოდა თავისუფალი და ისინი იქნებოდნენ ნაწილი ამ თავისუფლებისა. რა იყო ის, რაც აიძულებდა ამ ახალგაზრდებს გაეგრძელებინათ, მიუხედავად ყველა საფრთხისა? რა იყო ის, რაც აძლევდა მათ ძალას გაეძლოთ კლუბს და კითხვებს? რა იყო ის, რაც აკავშირებდა მათ ერთმანეთთან ისე ძლიერად, რომ არავინ ჩაბარდებოდა? გაგრძელება 1952 წელი მოიტანა ახალ რეალობას გორგასალიანელებისთვის. მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ახლა ჰყავდათ მუდმივი, ჩრდილები კლუბს აგენტები, რომლებიც მიჰყვებოდნენ მათ ყველგან. სკოლაში, სახლში, ქუჩაში, თუნდაც ეკლესიაში. ყოველი ნაბიჯი იყო კონტროლირებული, ყოველი საუბარი შესაძლოა ჩაწერილი იყო, ყოველი შეხვედრა შესაძლოა ანგარიშგებული იყო. მაგრამ ისინი იცოდნენ რაღაც, რაც კლუბს არ ესმოდა, როცა ადამიანს აქვს იდეა, რომელიც უფრო ძლიერია ვიდრე შიში, არავინ შეუძლია მისი შეჩერება. მერაბმა დაიწყო ახალი ცხოვრება. ის დადიოდა სკოლაში, ისწავლიდა, საუბრობდა მასწავლებლებთან, თამაშობდა მეგობრებთან. ყველაფერი ჩანდა ნორმალურად. მაგრამ ღამით, როცა ქალაქი იძინებდა, მერაბი იღვიძებდა და წერდა. ის წერდა თავის ფიქრებს, თავის იდეებს, თავის ოცნებებს. ის წერდა იმის შესახებ, როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო, ქვეყანა, სადაც ადამიანები იქნებოდნენ თავისუფლები, სადაც კულტურა იქნებოდა დაცული, სადაც ისტორია არ იქნებოდა დავიწყებული. ის წერდა ხელით, პატარა რვეულებში, რომლებსაც ინახავდა თავის საწოლის ქვეშ, ფარულ ადგილას. ზვიადი იყო უფრო ფრთხილი. მისი მამა, კონსტანტინე გამსახურდია, იყო ცნობილი მწერალი, რომელსაც ჰქონდა კავშირები საბჭოთა ხელისუფლებასთან. ზვიადმა იცოდა, რომ ყოველი მისი ნაბიჯი შესაძლოა გავლენა მოეხდინა მის ოჯახზე. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ის არ შეეძლო შეეჩერებინა. ის იკითხავდა ყველაფერს, რაც შეეძლო იპოვა, ფილოსოფიას, ისტორიას, პოლიტიკას. ის სწავლობდა, როგორ იბრძოდნენ სხვა ხალხები თავიანთი თავისუფლებისთვის, პოლონელები, ჩეხები, უნგრელები. ის სწავლობდა, როგორ ინგრეოდნენ იმპერიები და როგორ იბადებოდნენ ახალი ქვეყნები. ვახტანგ რჩეულიშვილი და თამაზ კვაჭანტირაძე ასევე აგრძელებდნენ თავიანთ საქმიანობას, მაგრამ უფრო ფარულად. ვახტანგი მუშაობდა თავის მამასთან, რომელიც ასწავლიდა მას ბუღალტერიას, მაგრამ ასევე ასწავლიდა მას იმის შესახებ, როგორი იყო საქართველო დამოუკიდებლობის პერიოდში. თამაზი მუშაობდა ქარხანაში, სადაც ის ხვდებოდა მუშებს, რომლებიც ასევე იყვნენ უკმაყოფილები საბჭოთა სისტემით. ის საუბრობდა მათთან, ის უსმენდა მათ ისტორიებს, ის ცდილობდა გაეგო, რა აინტერესებდა მათ. რა აშინებდა მათ, რა აძლევდა მათ იმედს. 1952 წლის ზამთარს მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი საბჭოთა კავშირში. სტალინგრადის ბრძოლა დასრულდა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ომში. ხალხი იწყებდა რწმენას, რომ საბჭოთა კავშირი შესაძლოა გაიმარჯვებდა ომში. მაგრამ მერაბმა და ზვიადმა დაინახეს რაღაც სხვა, ისინი დაინახეს, რომ ომის შემდეგ რეჟიმი შესაძლოა გახდებოდა კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო რეპრესიული. ისინი გაიგეს, რომ მათ უნდა მოემზადებინათ ამისთვის. ისინი დაიწყეს ახალი პროექტი, საიდუმლო არქივის შექმნა. ეს არქივი იქნებოდა ადგილი, სადაც ისინი შეინახავდნენ ყველა დოკუმენტს, ყველა წიგნს, ყველა ჩანაწერს, რომელიც ეხებოდა საქართველოს ისტორიას, კულტურას, პოლიტიკას. ეს არქივი იქნებოდა რაღაც, რაც გადარჩებოდა, რაც გადაეცემოდა მომავალ თაობებს, რაც იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებდა თავის წარსულს. მერაბმა იპოვა ადგილი ამ არქივისთვის. ეს იყო ძველი სარდაფი მისი ბებიის სახლში, რომელიც მდებარეობდა თბილისის გარეუბანში. ბებია იყო ძველი ქალი, რომელიც იცოდა ყველაფერი საქართველოს ისტორიის შესახებ.
ის ახსოვდა დამოუკიდებლობის პერიოდი, ის ახსოვდა როგორ შემოვიდა წითელი არმია, ის ახსოვდა როგორ დაიწყო რეპრესიები. ის დაეხმარა მერაბს სარდაფის მოწყობაში, ის მისცა მას თავისი ძველი წიგნები, თავისი ძველი ფოტოები, თავისი ძველი დოკუმენტები. სვიადმა მოიტანა წიგნები თავისი მამის ბიბლიოთეკიდან. ვახტანგმა მოიტანა დოკუმენტები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, რომლებიც მისი მამა ინახავდა. თამაზმა მოიტანა ფოტოები და წერილები, რომლებიც მისი ოჯახი ინახავდა. ისინი ყველანი ერთად ქმნიდნენ არქივს, რომელიც იქნებოდა საქართველოს ხსოვნა. მაგრამ ეს არქივი იყო ასევე ძალიან საშიში. თუ გგმ მიპოვა ეს არქივი, ის იქნებოდა მტკიცებულება ანტისაბჭოთა საქმიანობისა. ის იქნებოდა საფუძველი არა მხოლოდ მერაბის, სვიადის, ვახტანგისა და თამაზის დაპატიმრებისთვის, არამედ მათი ოჯახების დაპატიმრებისთვის. მაგრამ ისინი გადაწყვიტეს რისკზე წასვლა. ისინი გადაწყვიტეს, რომ ეს იყო მათი მოვალეობა, შეენახათ საქართველოს ისტორია, რაც არ უნდა დაჯდომოდა. 1953 წელი იყო წელი, როცა ომი მიაღწია თავის პიკს. საბჭოთა კავშირი იბრძოდა გერმანიის წინააღმდეგ, მილიონობით ადამიანი კვდებოდა ფრონტზე, ქალაქები ნგრეოდა, ოჯახები იშლებოდა. მაგრამ თბილისში, ძველ სარდაფში, 4 ახალგაზრდა აგრძელებდა თავიანთ საქმიანობას. ისინი იკრიბებოდნენ ღამით, როცა ქალაქი იძინებდა, როცა კბ-ს აგენტები იყვნენ დაღლილები და ნაკლებად ყურადღებიანები. ამ შეხვედრებზე ისინი განიხილავდნენ ყველაფერს, რა ხდებოდა ომში, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში, რა ხდებოდა საქართველოში. ისინი ასევე განიხილავდნენ, რა მოხდებოდა ომის შემდეგ. ისინი იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირი შესაძლოა გაიმარჯვებდა ომში, მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ ეს გამარჯვება მოიტანდა ახალ რეპრესიებს, ახალ კონტროლს, ახალ შიშს. მერაბმა თქვა ერთ-ერთ შეხვედრაზე, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. როცა ომი დასრულდება, რეჟიმი გახდება კიდევ უფრო ძლიერი. სტალინი გამოიყენებს გამარჯვებას, რათა გააძლიეროს თავისი ხელისუფლება. ის გააძლიერებს რეპრესიებს, ის გააძლიერებს კონტროლს. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავნებდეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, რაც არ უნდა მოხდეს. სვიადმა დაამატა, ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. ჩვენ ვიცით, რომ დამოუკიდებლობა არ მოვა ხვალანძეგ. ის შესაძლოა მოვიდეს 10 წლის შემდეგ, 20 წლის შემდეგ, 40 წლის შემდეგ. მაგრამ ის მოვა. და როცა ის მოვა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ უნდა გქონდეს იდეები, გქონდეს გეგმები, გქონდეს ხალხი, რომლებიც მზად არიან ბრძოლისთვის. ვახტანგმა თქვა, ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავავრცელოთ ჩვენი იდეები. ჩვენ არ შეგვიძლია დავრჩეთ მხოლოდ ჩვენ 4. ჩვენ უნდა მოვიზიდოთ მეტი ადამიანი, უნდა შევქმნათ ქსელი, რომელიც გავრცელდება მთელ საქართველოში. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები. ჩვენ უნდა შევამოწმოთ ყოველი ადამიანი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი არ არიან კბ-ს აგენტები. თამაზმა თქვა, ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი თავი. გგბ არ წყვეტს ჩვენს ძებნას. ისინი ელიან ერთ შეცდომას, ერთ სისუსტეს. ჩვენ უნდა ვიყოთ კიდევ უფრო ფრთხილები, კიდევ უფრო საიდუმლოები. ჩვენ უნდა გქონდეს სარეზერვო გეგმები, უნდა გქონდეს გასასვლელი გზები, უნდა გქონდეს ადგილები, სადაც შეგვიძლია დავიმალოთ. ამ შეხვედრებზე ისინი ასევე კითხულობდნენ ერთმანეთს თავიანთ ნაწერებს. მერაბი კითხულობდა თავის ესეებს ქართულ ისტორიაზე. სვიადი კითხულობდა თავის ანალიზს საბჭოთა სისტემის შესახებ. ვახტანგი კითხულობდა თავის ხედვას დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკის შესახებ. თამაზი კითხულობდა თავის იდეებს სოციალური სამართლიანობის შესახებ. ეს იყო მომენტები, როცა ისინი გრძნობდნენ, რომ ისინი არ იყვნენ მარტო. ეს იყო მომენტები, როცა ისინი გრძნობდნენ, რომ მათი ბრძოლა იყო სამართლიანი, რომ მათი იდეები იყო ღირსეული, რომ მათი მომავალი იყო ნათელი. ეს იყო მომენტები, როცა ისინი გრძნობდნენ, რომ ისინი იყვნენ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა, ნაწილი ქართველი ხალხის ბრძოლისა თავისუფლებისთვის. 1954 წელი მოიტანა ახალი მეც. ომი მიდიოდა დასასრულისკენ, საბჭოთა კავშირი იბრძოდა გერმანიის წინააღმდეგ და იმარჯვებდა. მაგრამ მერაბმა და სვიადმა იცოდნენ, რომ ეს იმედი იყო ცრუ. ისინი იცოდნენ, რომ ომის შემდეგ სტალინი გააძლიერებდა თავის ხელისუფლებას, რომ რეპრესიები გაგრძელდებოდა, რომ საქართველო დარჩებოდა საბჭოთა იმპერიის ნაწილად. მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ რაღაც სხვა, ისინი იცოდნენ, რომ ისტორია არ სრულდება ერთი ომით, ერთი დიქტატორით, ერთი იმპერიით.
ისინი იცოდნენ, რომ ხალხები იბრძოდნენ თავიანთი თავისუფლებისთვის საუკუნეების განმავლობაში, რომ იმპერიები ინგრეოდნენ და ახალი ქვეყნები იბადებოდნენ. ისინი იცოდნენ, რომ საქართველო ერთ დღეს იქნებოდა თავისუფალი და ისინი იქნებოდნენ ნაწილი ამ თავისუფლებისა. 1954 წლის გაზაფხულზე მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა გორგასალიანელების ცხოვრება. გიორგი ჩანტურია, რომელმაც ჩაბარდა კლუბს და უთხრა მათ გორგასალიანელების შესახებ, გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით ის გარდაიცვალა ავადმყოფობით, მაგრამ მერაბმა და სვიადმა იცოდნენ სიმართლე, გიორგი ვერ გაუძლო იმ ტვირთს, რომელიც მას ჰქონდა. ის ვერ გაუძლო იმ ბრალდებას, რომელიც მას თავისი სინდისი აყენებდა. ის ვერ გაუძლო იმ სირცხვილს, რომელიც მას თავისი ჩაბარების გამო ჰქონდა. მერაბმა და სვიადმა წავიდნენ გიორგის დაკრძალვაზე. ისინი დგანან მისი საფლავის წინ და ფიქრობდნენ იმაზე, რა მოხდა. ისინი ფიქრობდნენ იმაზე, როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ჩაბარება, როგორ შეეძლო მას ღალატი. მაგრამ ისინი ასევე ფიქრობდნენ იმაზე, რამდენად რთული იყო ცხოვრება საბჭოთა კავშირში, რამდენად ძლიერი იყო კლუბს ზეწოლა, რამდენად საშიში იყო ყოველი დღე. მერაბმა თქვა სვიადს, ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ გიორგიზე. ის გააკეთა, რაც გააკეთა, რადგან ის ვერ გაუძლო. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ არ მოხდეს ეს ჩვენთან. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები, უფრო მტკიცები, უფრო ერთგულები ჩვენი იდეებისადმი. სვიადმა უპასუხა, ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი თავი. გვიყენებს ყველა მეთოდს, დაშინება, მუქარა, ფიზიკური ზეწოლა, ფსიქოლოგიური მანიპულაცია. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამისთვის. ჩვენ უნდა გქონდეს გეგმა, როგორ გავუძლოთ, თუ ჩვენ დაგვიჭერენ. ისინი გადაწყვიტეს შექმნათ გადარჩენის კოდექსი, წესების ნაკრები, რომელიც დაეხმარებოდა მათ გაეძლოთ კლუბს დაკითხვებს. ეს კოდექსი შეიცავდა ყველაფერს, როგორ უნდა ესაუბრათ, რა უნდა ეთქვათ, რა არ უნდა ეთქვათ, როგორ უნდა გაეძლოთ ფიზიკურ ზეწოლას, როგორ უნდა გაეძლოთ ფსიქოლოგიურ მანიპულაციას. ეს კოდექსი იყო მათი იარაღი, მათი დაცვა, მათი იმედი. 1945 წელი იყო წელი, როცა ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირმა გაიმარჯვა გერმანიის წინააღმდეგ, სტალინი გახდა გმირი, საბჭოთა იმპერია გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმპერია მსოფლიოში. მაგრამ საქართველოსთვის ეს გამარჯვება არაფერს ნიშნავდა. საქართველო ჯერ კიდევ იყო საბჭოთა იმპერიის ნაწილი, ქართველი ხალხი ჯერ კიდევ იყო დაპყრობილი. ქართული კულტურა ჯერ კიდევ იყო საფრთხეში. მერაბმა და სვიადმა გადაწყვიტეს გააგრძელონ თავიანთი ბრძოლა. ისინი იცოდნენ, რომ ეს იყო გრძელი გზა, რომ ეს იყო საშიში გზა, მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა. ისინი დაიწყეს ახალი აქტივობა, საიდუმლო სკოლის შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეიძლებოდა ესწავლათ ქართული ისტორია, ქართული ლიტერატურა, ქართული კულტურა. ეს სკოლა იყო განსხვავებული საბჭოთა სკოლებისგან. აქ არ ასწავლიდნენ საბჭოთა იდეოლოგიას, არ ასწავლიდნენ რუსულ ენას, როგორც მთავარ ენას, არ ასწავლიდნენ ისტორიას, რომელიც იყო დამახინჯებული. აქ ასწავლიდნენ სიმართლეს, სიმართლეს საქართველოს შესახებ, სიმართლეს ქართველი ხალხის შესახებ, სიმართლეს იმის შესახებ, რა მოხდა 21 წელს, როცა წითელი არმია შემოვიდა საქართველოში. საიდუმლო სკოლა ტარდებოდა ძველ სარდაფში, სადაც იყო არქივი. ახალგაზრდები მოდიოდნენ ღამით, ისინი სწავლობდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ ისინი მიდიოდნენ სახლში. ყოველი გაკვეთილი იყო საფრთხე, ყოველი სტუდენტი იყო რისკი, მაგრამ მერაბმა და სვიადმა იცოდნენ, რომ ეს იყო აუცილებელი. ისინი იცოდნენ, რომ თუ ახალგაზრდები არ ისწავლიდნენ სიმართლეს, საქართველო დაკარგავდა თავის იდენტობას, დაკარგავდა თავის ისტორიას, დაკარგავდა თავის მომავალს. 1955 წლის შემოდგომაზე საიდუმლო სკოლაში იყო 30 სტუდენტი. ისინი იყვნენ ახალგაზრდები 15-დან 30 წლამდე, ისინი მოდიოდნენ სხვადასხვა ოჯახებიდან, სხვადასხვა სოციალური ფენებიდან. მაგრამ მათ ყველას ჰქონდათ ერთი საერთო, ისინი ყველანი სურდათ იცოდნენ სიმართლე, ისინი ყველანი სურდათ იბრძოლონ საქართველოს თავისუფლებისთვის. მერაბი ასწავლიდა ქართულ ისტორიას. ის საუბრობდა ძველ საქართველოზე, საუბრობდა ქართულ მეფეებზე, საუბრობდა ქართულ კულტურაზე. ის საუბრობდა დამოუკიდებლობის პერიოდზე, საუბრობდა იმაზე, როგორი იყო საქართველო 1918-დან 21 წლამდე. ის საუბრობდა იმაზე, როგორ შემოვიდა წითელი არმია, როგორ დაიწყო რეპრესიები, როგორ დაიწყო ქართული კულტურის განადგურება. სვიადი ასწავლიდა ქართულ ლიტერატურას. ის კითხულობდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას ნაწარმოებებს. ის ხსნიდა, რა ნიშნავდა ეს ნაწარმოებები, რა იყო მათი მესიჯი, რატომ იყო ისინი მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის.
ის ასევე კითხულობდა ევროპულ ფილოსოფოსებს, ხსნიდა დემოკრატიის იდეებს, ხსნიდა თავისუფლების იდეებს. ვახტანგი ასწავლიდა ეკონომიკას. ის ხსნიდა, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკა, როგორ უნდა აშენებულიყო ბაზრის ეკონომიკა, როგორ უნდა დაცულიყო ქართული ბიზნესი. თამაზი ასწავლიდა სოციალურ სამართლიანობას. ის ხსნიდა, როგორ უნდა აშენებულიყო საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანი იქნებოდა თანასწორი. სადაც ყველა ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობები. 1946 წელი მოიტანა ახალ გამოწვევებს. დგბ-მ გაიგო საიდუმლო სკოლის შესახებ. ისინი არ იცოდნენ, სად იყო ეს სკოლა, ვინ იყო მასწავლებლები, ვინ იყო სტუდენტები, მაგრამ ისინი იცოდნენ, რომ ეს სკოლა არსებობდა. ისინი დაიწყეს ძებნა, ისინი დაკითხავდნენ ახალგაზრდებს, ისინი ჩხრეკდნენ სახლებს, ისინი აყენებდნენ ინფორმატორებს. მერაბმა და სვიადმა გადაწყვიტეს შეეცვალათ ტაქტიკა. ისინი შეწყვიტეს საიდუმლო სკოლის ჩატარება ერთ ადგილას. ისინი დაიწყეს სკოლის ჩატარება სხვადასხვა ადგილებში, ზოგჯერ ძველ ეკლესიაში, ზოგჯერ მიტოვებულ შენობაში, ზოგჯერ ტყეში. ისინი ასევე შეამცირეს სტუდენტების რაოდენობა, ახლა ყოველ გაკვეთილზე იყო მხოლოდ 5-დან 10 სტუდენტამდე. მაგრამ გგბა არ წყვეტდა ძებნას. 1946 წლის ზამთარს მოხდა რაღაც, რამაც თითქმის გაანადგურა გორგასალიანელები. გგბ-მ დააკავა ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც დაესწრო საიდუმლო სკოლას. ამ სტუდენტმა, რომლის სახელი იყო ალექსანდრე, უთხრა გგბ-ს ყველაფერი, სად ტარდებოდა სკოლა, ვინ იყო მასწავლებლები, რა ისწავლებოდა იქ. გგბ-მ დაგეგმა რეიდი. მაგრამ კიდევ ერთხელ იმავე გგბ-ს ოფიცერმა, გიორგიმ, გააფრთხილა გორგასალიანელები. მერაბმა და სვიადმა გადაწყვიტეს შეეწყვიტათ საიდუმლო სკოლა დროებით. ისინი გააფრთხილეს ყველა სტუდენტს, ისინი დამალეს ყველა დოკუმენტს, ისინი გაქრნენ. როცა გგბ-ს აგენტები მივიდნენ იმ ადგილებზე, სადაც ტარდებოდა სკოლა, ისინი იპოვეს მხოლოდ ცარიელ ოთახებს. ისინი დააკავეს რამდენიმე სტუდენტს, მაგრამ ამ სტუდენტებმა არაფერი უთხრეს. ისინი იცოდნენ გადარჩენის კოდექსს, ისინი იცოდნენ, როგორ უნდა გაეძლოთ დაკითხვებს. რამდენიმე კვირის შემდეგ გგბ-მ გაათავისუფლა ყველა დაკავებული სტუდენტი. მათ არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულება. მაგრამ ისინი დატოვეს ყველა მუდმივ თვალთვალის ქვეშ. გორგასალიანელები იცოდნენ, რომ ისინი იყვნენ ახლა გგბ-ს სიაში. რომ ისინი იყვნენ ახლა მათი სამიზნე, რომ ყოველი მათი ნაბიჯი იყო კონტროლირებული. რა იყო ის, რაც აიძულებდა ამ ახალგაზრდებს გაეგრძელებინათ, მიუხედავად ყველა საფრთხისა? რა იყო ის, რაც აძლევდა მათ ძალას არდანებებისთვის? რა იყო ის, რაც აკავშირებდა მათ ერთმანეთთან ისე ძლიერად, რომ არავინ ჩაბარდებოდა? ეს იყო რაღაც უფრო ძლიერი ვიდრე შიში, რაღაც უფრო ღრმა ვიდრე იდეოლოგია, ეს იყო სიყვარული საქართველოს მიმართ, რწმენა თავისუფლებაში, იმედი უკეთეს მომავალზე, გაგრძელება, ნაწილი 3, 1947 წელი იყო წელი, როცა გორგასალიანელებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ მთელი თავიანთი სტრატეგია. გგბ-ს ზეწოლა იყო ისეთი ძლიერი, რომ ყოველი ღია აქტივობა ნიშნავდა დაუყოვნებელ დაპატიმრებას. მერაბ კოსტავას ახლა ჰყავდა მუდმივი თვალთვალი, 2 აგენტი, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს ყოველ 12 საათში. სვიად გამსახურდიას ოჯახის სახლი იყო ჩხრეკილი უკვე 3-ჯერ ამ წლის განმავლობაში. ვახტანგ რჩეულიშვილის მამა დაკარგა თავისი სამსახური, რადგან გგბ-მ მას უთხრა, რომ მისი ვაჟი იყო საეჭვო ელემენტი. თამაზ კვაჭანტირაძე გაძევებული იყო ქარხნიდან იმავე მიზეზით. მაგრამ ეს ზეწოლა არ ანადგურებდა მათ, ის აძლიერებდა მათ. ისინი გაიგეს რაღაც ფუნდამენტური, როცა რეჟიმი ცდილობს შენს დათრგუნვას ასე ძლიერად, ეს ნიშნავს, რომ შენ რეალურად აშინებ მათ. ეს ნიშნავს, რომ შენი იდეები არის საშიში მათთვის. ეს ნიშნავს, რომ შენ აკეთებ რაღაც სწორს. მერაბმა თქვა ერთ საიდუმლო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ტყეში, 10 კილომეტრით დაშორებით თბილისიდან, ჩვენ უნდა შევიცვალოთ ჩვენი მიდგომა. ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიყოთ ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მოქმედებს. ჩვენ უნდა გავხდეთ რაღაც სხვა, ჩვენ უნდა გავხდეთ იდეა, რომელიც ცხოვრობს ადამიანების გონებაში. ჩვენ უნდა გავხდეთ მოძრაობა, რომელიც არ არის დამოკიდებული 5 ადამიანზე, არამედ ცხოვრობს ასობით, ათასობით ადამიანის გულებში. სვიადმა დაამატა, ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც, რაც გადარჩება ჩვენს შემდეგაც. თუ დაგვიჭერს ხვალ, თუ ჩვენ გავქრებით, ჩვენი იდეები უნდა გააგრძელონ ცხოვრება. ჩვენ უნდა შევქმნათ ქსელი, რომელიც არის ისეთი გავრცელებული, ისეთი ღრმა, რომ გგბ-ს არასოდეს შეიძლება მისი სრული განადგურება. ისინი დაიწყეს ახალი ფაზა, თესვის ფაზა.
ეს ნიშნავდა, რომ ისინი აღარ ქმნიდნენ ორგანიზაციას ტრადიციული გაგებით. ისინი ქმნიდნენ ქსელს ადამიანებისა, რომლებიც არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყველა იზიარებდა იმავე იდეებს. ყოველი ადამიანი ამ ქსელში იყო დამოუკიდებელი უჯრედი, რომელსაც შეეძლო მოქმედება თავისი ინიციატივით. მერაბი იყო პასუხისმგებელი ინტელექტუალურ ნაწილზე. ის იკრიბებოდა ახალგაზრდა სტუდენტებთან, რომლებიც სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის არ საუბრობდა პირდაპირ პოლიტიკაზე, ის საუბრობდა ფილოსოფიაზე, ისტორიაზე, კულტურაზე. ის სვამდა კითხვებს, რომლებიც აიძულებდა ახალგაზრდებს ეფიქრათ, რატომ არის საქართველო ნაწილი საბჭოთა კავშირისა. რა იყო საქართველო ადრე? რა შეიძლება იყოს საქართველო მომავალში? სვიადი იყო პასუხისმგებელი კულტურულ ნაწილზე. ის ორგანიზებდა საიდუმლო ლიტერატურულ წრეებს, სადაც ახალგაზრდები კითხულობდნენ ქართულ კლასიკას, განიხილავდნენ ქართულ პოეზიას, საუბრობდნენ ქართულ ენაზე. ეს წრეები იყო ოფიციალურად ლიტერატურული კლუბები, მაგრამ რეალურად ისინი იყო ადგილები, სადაც ახალგაზრდები სწავლობდნენ ეროვნულ თვითშეგნებას. ვახტანგი იყო პასუხისმგებელი ეკონომიკურ ნაწილზე. ის მუშაობდა მცირე ბიზნესებთან, რომლებიც ცდილობდნენ გადარჩენას საბჭოთა სისტემაში. ის ასწავლიდა მათ, როგორ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა, როგორ დაეცვათ საბჭოთა ბიუროკრატიისგან, როგორ შეენარჩუნებინათ ქართული ტრადიციები ბიზნესში. ის ქმნიდა ქსელს ბიზნესმენებისა, რომლებიც მომავალში შეიძლებოდა გამხდარიყვნენ ეკონომიკური საფუძველი დამოუკიდებელი საქართველოსთვის. თამაზი იყო პასუხისმგებელი სოციალურ ნაწილზე. ის მუშაობდა მუშებთან, გლეხებთან, უბრალო ადამიანებთან. ის უსმენდა მათ პრობლემებს, ის ეხმარებოდა მათ, ის საუბრობდა მათთან იმაზე, რა იყო სამართლიანობა, რა იყო თავისუფლება, რა იყო ღირსება. ის ქმნიდა ქსელს ადამიანებისა, რომლებიც გრძნობდნენ, რომ ისინი არ იყვნენ მარტო, რომ ისინი იყვნენ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. 1948 წელი იყო წელი, როცა თესვის ფაზამ დაიწყო ნაყოფის მოცემა. ათასობით ახალგაზრდა თბილისში იწყებდა ფიქრს განსხვავებულად. ისინი იწყებდნენ კითხვების დასმას, რომლებიც ადრე არასოდეს ჰქონდათ დასმული. ისინი იწყებდნენ საუბარს თავიანთ მეგობრებთან, თავიანთ ოჯახებთან, თავიანთ კოლეგებთან. ისინი იწყებდნენ ქართული იდენტობის ძიებას, ქართული ისტორიის შესწავლას, ქართული მომავლის წარმოდგენას. გგბამჩნევდა ამ ცვლილებებს, მაგრამ ვერ იგებდა, საიდან მოდიოდა ეს. ისინი ვერ პოულობდნენ ორგანიზაციას, ვერ პოულობდნენ ლიდერებს, ვერ პოულობდნენ სტრუქტურას. ისინი ხედავდნენ მხოლოდ ათასობით ინდივიდუალურ ადამიანს, რომლებიც იწყებდნენ ფიქრს განსხვავებულად. როგორ შეეძლო დაეპატიმრებინა ათასობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ფიქრობდნენ? მერაბმა და სვიადმა იცოდნენ, რომ ეს იყო მათი გამარჯვება. ისინი შექმნეს რაღაც, რაც იყო უფრო ძლიერი ვიდრე ორგანიზაცია, ისინი შექმნეს მოძრაობა. მოძრაობა, რომელსაც არ ჰყავდა ლიდერი, არ ჰქონდა სტრუქტურა, არ ჰქონდა შტაბი. მოძრაობა, რომელიც ცხოვრობდა ადამიანების გონებაში და გულებში. მაგრამ 1948 წლის შემოდგომაზე მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. სტალინმა გამოსცა ახალი ბრძანება, ყველა ეროვნული უმცირესობა საბჭოთა კავშირში უნდა რუსიფიცირებულიყო. ეს ნიშნავდა, რომ ქართული ენა უნდა ჩანაცვლებულიყო რუსული სკოლებში, უნივერსიტეტებში, სახელმწიფო დაწესებულებებში. ეს ნიშნავდა, რომ ქართული კულტურა უნდა ჩანაცვლებულიყო საბჭოთა კულტურით. ეს ნიშნავდა, რომ ქართული იდენტობა უნდა განადგურებულიყო. ეს იყო წითელი ხაზი. ეს იყო რაღაც, რაც ქართველი ხალხი ვერ მიიღებდა. მერაბმა და სვიადმა იცოდნენ, რომ ეს იყო მომენტი, როცა ისინი უნდა მოქმედებდნენ. ისინი იცოდნენ, რომ ეს იყო მომენტი, როცა მათი ქსელი უნდა გააქტიურებულიყო. ისინი დაიწყეს ორგანიზება. ისინი გაუგზავნეს შეტყობინებები ყველა ადამიანს მათ ქსელში, სტუდენტებს, მასწავლებლებს, მუშებს, ბიზნესმენებს, გლეხებს. შეტყობინება იყო მარტივი, დროა მოვიქცეთ. დროა ვიბრძოლოთ ჩვენი ენისთვის, ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი იდენტობისთვის. 1959 წლის გაზაფხულზე, როცა საბჭოთა ხელისუფლება აპირებდა რუსიფიკაციის დაწყებას, მოხდა რაღაც, რაც არავინ ელოდა. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში თბილისში. ისინი ატარებდნენ პლაკატებს ქართულ ენაზე, ისინი ღიღინებდნენ ქართულ სიმღერებს, ისინი ყვიროდნენ ლოზუნგებს, ქართული ენა არის ჩვენი სული, ქართული კულტურა არის ჩვენი ცხოვრება, საქართველო არის ჩვენი სახლი. ეს იყო პირველი მასობრივი პროტესტი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ომის შემდეგ. გგბი იყო შოკირებული. ისინი არ იცოდნენ, საიდან მოვიდა ეს.
ისინი არ იცოდნენ, ვინ ორგანიზებდა ამას. ისინი ხედავდნენ მხოლოდ ათასობით ადამიანს, რომლებიც იყვნენ გაბრაზებულები, რომლებიც იყვნენ მზად ბრძოლისთვის. საბჭოთა ხელისუფლება გადაწყვიტა უკან დახევა. ისინი გააუქმეს რუსიფიკაციის გეგმა. ეს იყო პირველი გამარჯვება ქართველი ხალხისთვის საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. მერაბმა და ზვიადმა იცოდნენ, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ისინი იცოდნენ, რომ მათი ბრძოლა გრძელდებოდა, მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ ისინი იმარჯვებდნენ. 1959 წლის ზაფხულს დაიწყო ახალი ოპერაცია გორგასალი. ეს იყო სპეციალური ოპერაცია, რომლის მიზანი იყო გორგასალიანელების საბოლოო განადგურება. გბმ გამოყო 40 აგენტი, რომლებიც მუშაობდნენ მხოლოდ ამ საქმეზე. ისინი დაკითხავდნენ ასობით ადამიანს, ისინი ჩხრეკდნენ ასობით სახლს, ისინი აყენებდნენ ასობით ინფორმატორს. მერაბ კოსტავა იყო მათი მთავარი სამიზნე. გბმ იცოდა, რომ მერაბი იყო ერთ-ერთი ლიდერი გორგასალიანელებისა. ისინი აყენებდნენ მას მუდმივ ზეწოლას, ისინი დაკითხავდნენ მას ყოველ კვირას, ისინი ჩხრეკდნენ მის სახლს ყოველ თვეში, ისინი აშინებდნენ მის ოჯახს. მერაბის მამა დაკარგა თავისი სამსახური, მერაბის დედა დაკარგა თავისი სამსახური. მერაბის უმცროსი და უმცროსი დას გაუძევეს სკოლიდან. მაგრამ მერაბი არ ნებდებოდა. ის აგრძელებდა თავის საქმიანობას, ის აგრძელებდა შეხვედრებს ახალგაზრდებთან. ის აგრძელებდა იდეების გავრცელებას. ის იცოდა, რომ გბელოდა ერთ შეცდომას, ერთ სისუსტეს. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ის არ გააკეთებდა ამ შეცდომას. ზვიად გამსახურდია იყო მეორე მთავარი სამიზნე. გბმ იცოდა, რომ ზვიადი იყო ინტელექტუალური ლიდერი გორგასალიანელებისა. ისინი ცდილობდნენ მის იზოლირებას, ისინი აშინებდნენ მის მამას, ისინი აშინებდნენ მის მეგობრებს, ისინი აშინებდნენ მის კოლეგებს. მაგრამ ზვიადი ასევე არ ნებდებოდა. ის აგრძელებდა წერას, ის აგრძელებდა კითხვას, ის აგრძელებდა ფიქრს. 1959 წლის შემოდგომაზე გბმ გააკეთა გადამწყვეტი ნაბიჯი. ისინი გადაწყვიტეს დაეპატიმრებინათ მერაბი და ზვიადი, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულება. ისინი გადაწყვიტეს გამოეყენებინათ ახალი კანონი, რომელიც ნებას რთავდა დაპატიმრებას პრევენციული მიზნებისთვის, ანუ დაპატიმრებას მანამდე, სანამ ადამიანი გააკეთებდა რაიმე დანაშაულს. მაგრამ 1959 წლის ოქტომბერში მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. გბს ოფიცერი გიორგი, რომელიც აფრთხილებდა გორგასალიანელებს, ადრე გადაწყვიტა გააკეთა რაღაც უფრო დიდი. ის გადაწყვიტა გაეპარა საბჭოთა კავშირიდან და წაეღო თან ყველა დოკუმენტი ოპერაცია გორგასალის შესახებ. გიორგიმ გაიპარა თურქეთში. იქ ის გადასცა ყველა დოკუმენტი დასავლურ დაზვერვას. ეს დოკუმენტები აჩვენებდა, როგორ მუშაობდა გბ საქართველოში, როგორ რეპრესირებდა ის ქართულ ხალხს, როგორ ცდილობდა ის განადგურებოდა ქართული იდენტობა. ეს დოკუმენტები გახდა სკანდალი მთელ მსოფლიოში. საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დახევა. ისინი გააუქმეს ოპერაცია გორგასალი. ისინი გაათავისუფლეს ყველა დაკავებული. ისინი შეწყვიტეს რეპრესიები საქართველოში დროებით. ეს იყო მეორე გამარჯვება გორგასალიანელებისთვის. 1950 წელი იყო წელი, როცა გორგასალიანელებმა გადაწყვიტეს შექმნათ რაღაც, რაც გადარჩებოდა საუკუნეებს. ისინი გადაწყვიტეს შექმნათ დროის კაფსულა, კოლექცია დოკუმენტებისა, წიგნებისა, ფოტოებისა, ჩანაწერებისა, რომლებიც ეუბნებოდა მომავალ თაობებს, რა იყო გორგასალიანელები, რა იყო მათი ბრძოლა, რა იყო მათი ოცნება. ეს დროის კაფსულა შეიცავდა ყველაფერს, პირველ ფულადებს, რომლებიც მათ გაავრცელეს 1954 წელს, თავისუფალი საქართველოს ყველა ნომერს, საიდუმლო სკოლის ყველა ლექციის ჩანაწერს, ყველა დოკუმენტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, ყველა ფოტოს მათი შეხვედრებიდან, ყველა წერილს, რომელიც მათ მიიღეს მხარდამჭერებისგან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ერთი დოკუმენტი, მანიფესტი თავისუფალი საქართველოსთვის. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც მერაბმა და ზვიადმა დაწერეს ერთად, რომელიც აღწერდა მათ ხედვას დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ეს დოკუმენტი შეიცავდა ყველაფერს, როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო მთავრობა, როგორ უნდა ფუნქციონირებდა ეკონომიკა, როგორ უნდა აშენებულიყო განათლების სისტემა, როგორ უნდა დაცულიყო კულტურა, როგორ უნდა უზრუნველყოფილიყო სოციალური სამართლიანობა. ეს მანიფესტი იყო არა მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტი, ეს იყო ფილოსოფიური ტრაქტატი, რომელიც საუბრობდა იმაზე, რა ნიშნავდა იყო ქართველი, რა იყო ქართული იდენტობა, რა იყო ქართული სული.
ეს იყო დოკუმენტი, რომელიც აერთიანებდა ათასწლოვან ისტორიას თანამედროვე იდეებთან, რომელიც აერთიანებდა ტრადიციას ინოვაციასთან, რომელიც აერთიანებდა წარსულს მომავალთან. მერაბმა და ზვიადმა დამალეს ეს დროის კაფსულა ძველ ეკლესიაში, სადაც ისინი პირველად შეხვდნენ 1954 წელს. ისინი დამალეს ის კედლის უკან, სპეციალურ ნიშაში, რომელიც მათ თვითონ შექმნეს. ისინი დატოვეს მხოლოდ ერთი მინიშნება, პატარა სიმბოლო კედელზე, რომელიც იცოდა მხოლოდ მათ და რამდენიმე ნდობის ღირს ადამიანს. 1950 წლის ზამთარს, როცა ისინი დაასრულეს ეს საქმე, მერაბმა თქვა ზვიადს, ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდები. თუნდაც დაგვიჭიროს, თუნდაც ჩვენ გავქრეთ, ჩვენი იდეები გადარჩება. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. საქართველო ერთ დღეს იქნება თავისუფალი. ზვიადმა უპასუხა, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი ნაწილი. ახლა დროა მომავალმა თაობამ გააკეთოს თავისი ნაწილი. ჩვენ დავთესეთ თესლი. ისინი მოიმკიან მოსავალს. 1951 წელი იყო წელი, როცა გორგასალიანელებმა გადაწყვიტეს შეეწყვიტათ თავიანთი აქტიური საქმიანობა. კბას ზეწოლა იყო ისეთი ძლიერი, რომ ყოველი შეხვედრა, ყოველი საუბარი, ყოველი ნაბიჯი იყო რისკი. მერაბის ოჯახი იყო ფაქტობრივად გაკოტრებული, მისი მშობლები დაკარგეს სამსახური, მისი დედა და გაძევებულნი იყვნენ სკოლიდან, მათი სახლი იყო ჩხრეკილი უკვე 10 ჯერ. ზვიადის ოჯახი ასევე იყო ზეწოლის ქვეშ. მისი მამა კონსტანტინე გამსახურდია, მიუხედავად იმისა, რომ იყო ცნობილი მწერალი, დაკარგა ბევრი პრივილეგია. მას აღარ აქვეყნებდნენ, მას აღარ იწვევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე, მას აღარ აძლევდნენ ახალ პროექტებს. ყველაფერი ეს იყო გაკეთებული იმიტომ, რომ მისი ვაჟი იყო საეჭვო ელემენტი. ვახტანგი და თამაზი ასევე იყვნენ რთულ მდგომარეობაში. ვახტანგის მამა იყო დაპატიმრებული ეკონომიკური დანაშაულისთვის რეალურად იმიტომ, რომ კბ სურდა ზეწოლა მოეხდინა ვახტანგზე. თამაზი იყო გაძევებული ქარხნიდან და ვერ პოულობდა ახალ სამსახურს, ყველა იცოდა, რომ ის იყო გორგასალიანელი. მერაბმა, ზვიადმა, ვახტანგმა და თამაზმა შეიკრიბნენ ბოლო შეხვედრაზე ტყეში. ეს იყო ცივი ზამთრის ღამე, თოვლი მოდიოდა, ქარი ქროდა. ისინი იჯდნენ ცეცხლის გარშემო და საუბრობდნენ იმაზე, რა უნდა გაეკეთებინათ. მერაბმა თქვა, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. ჩვენ შევქმნით ორგანიზაცია, ჩვენ გავავრცელეთ იდეები, ჩვენ შევქმნით ქსელი. ჩვენ შევქმნით მოძრაობა. ჩვენ დავტოვეთ მემკვიდრეობა მომავალი თაობებისთვის. ახლა დროა ჩვენ დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ოჯახები. ზვიადმა დაამატა, ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას. ჩვენ მხოლოდ ვცვლით ტაქტიკას. ჩვენ გავხდებით მძინარე უჯრედები, ჩვენ შევწყვეტთ აქტიურ საქმიანობას, მაგრამ შევინარჩუნებთ კავშირებს, შევინარჩუნებთ იდეებს, შევინარჩუნებთ იმედს. და როცა დრო მოვა, და ის მოვა, ჩვენ კვლავ გავააქტიურდებით. ვახტანგმა თქვა, ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გადავცეთ ჩვენი გამოცდილება ახალ თაობას. ჩვენ უნდა იპოვოთ ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ გააგრძელონ ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა გადავცეთ მათ ჩვენი ცოდნა, ჩვენი გამოცდილება, ჩვენი იდეები. თამაზმა თქვა, ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი არქივი, ჩვენი დოკუმენტები, ჩვენი დროის კაფსულა. ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ არსებობდით, რომ ჩვენ ვიბრძოდით. რომ ჩვენ გვქონდა ოცნება. ისინი დათანხმდნენ. ისინი გადაწყვიტეს შეეწყვიტათ აქტიური საქმიანობა, მაგრამ შეენარჩუნებინათ კავშირები. ისინი გადაწყვიტეს შეხვედროდნენ მხოლოდ ერთხელ წელიწადში, ყოველთვის სხვადასხვა ადგილას, ყოველთვის სხვადასხვა დროს. ისინი გადაწყვიტეს იპოვონ ახალგაზრდები, რომლებსაც შეეძლოთ გადაეცათ მათი იდეები. როცა ისინი დაშორდნენ იმ ღამეს, ისინი იცოდნენ, რომ ეს შესაძლოა იყო მათი ბოლო შეხვედრა. ისინი იცოდნენ, რომ კბ შესაძლოა დაეჭირათ ნებისმიერ მომენტში. ისინი იცოდნენ, რომ მათი ცხოვრება იყო საფრთხეში. მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ მათ გააკეთეს რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც, რაც გადარჩებოდა მათ შემდეგაც. რა იყო ის, რაც აიძულებდა ამ 4 ახალგაზრდას გაეგრძელებინათ ბრძოლა 15 წლის განმავლობაში? რა იყო ის, რაც აძლევდა მათ ძალას გაეძლოთ ყველა ზეწოლას, ყველა საფრთხეს, ყველა ტანჯვას? რა იყო ის, რაც აკავშირებდა მათ ერთმანეთთან ისე ძლიერად, რომ არავინ ჩაბარდებოდა? არავინ დანებდებოდა? ეს იყო რაღაც, რაც იყო უფრო ძლიერი ვიდრე შიში, უფრო ღრმა ვიდრე იდეოლოგია, უფრო ძლიერი ვიდრე სიკვდილის საფრთხე. ეს იყო სიყვარული, სიყვარული საქართველოს მიმართ, სიყვარული ქართველი ხალხის მიმართ, სიყვარული თავისუფლების იდეის მიმართ.
ეს იყო რწმენა იმისა, რომ საქართველო ერთ დღეს იქნებოდა თავისუფალი, რომ ქართველი ხალხი ერთ დღეს იქნებოდა დამოუკიდებელი, რომ ქართული კულტურა ერთ დღეს იქნებოდა აღდგენილი. და ეს იყო იმედი იმისა, რომ მათი ბრძოლა არ იყო უშედეგო, რომ მათი იდეები გადარჩებოდა, რომ მომავალი თაობები გააგრძელებდა მათ საქმეს. იმედი იმისა, რომ ერთ დღეს, შესაძლოა 10 წლის შემდეგ, 20 წლის შემდეგ, 40 წლის შემდეგ საქართველო იქნებოდა თავისუფალი. და ეს იმედი არ იყო ცრუ. რადგან 50 წლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველო გახდა დამოუკიდებელი. და მერაბ კოსტავა, რომელიც დაიწყო ეს ბრძოლა 15 წლის ასაკში. იყო ერთ-ერთი ლიდერი ამ დამოუკიდებლობის მოძრაობისა. მისი ოცნება, რომელიც დაიწყო 1954 წელს, გახდა რეალობა, გაგრძელება, ნაწილი 4. 1952 წელი იყო წელი, როცა გორგასალიანელების ისტორია შევიდა ახალ ფაზაში, ჩუმი წლების ფაზაში. მერაბ კოსტავა და სვიად გამსახურდია ცხოვრობდნენ ორმაგ ცხოვრებას, ღიად ისინი იყვნენ ჩვეულებრივი სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ, მუშაობდნენ, ქმნიდნენ ოჯახებს. მაგრამ ფარულად ისინი აგრძელებდნენ თავიანთ მისიას, ისინი ინარჩუნებდნენ კავშირებს, ისინი ეძებდნენ ახალ ადამიანებს, ისინი ელოდნენ შესაძლებლობას. მერაბმა დაასრულა უნივერსიტეტი და გახდა ინჟინერი. ის მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ ქარხანაში, სადაც ის იყო ცნობილი, როგორც კარგი სპეციალისტი და საიმედო ადამიანი. მისი კოლეგები არ იცოდნენ, რომ ის იყო გორგასალიანელი. ისინი ხედავდნენ მხოლოდ ჩუმ, შრომელ ახალგაზრდას, რომელიც კარგად ასრულებდა თავის სამუშაოს. მაგრამ მერაბი იყენებდა თავის პოზიციას, ის საუბრობდა მუშებთან, ის უსმენდა მათ პრობლემებს, ის ეხმარებოდა მათ. და ზოგჯერ ძალიან ფრთხილად ის საუბრობდა მათთან იმაზე, რა იყო სამართლიანობა, რა იყო ღირსება. სვიადმა ასევე დაასრულა უნივერსიტეტი და გახდა ფილოლოგი. ის მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში, სადაც მას ჰქონდა წვდომა ათასობით წიგნზე. ის იყენებდა ამ შესაძლებლობას, ის კითხულობდა ყველაფერს, რაც შეეძლო იპოვა ქართული ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის შესახებ. ის ასევე კითხულობდა უცხოურ ავტორებს, რომლებიც წერდნენ დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ეროვნული თვითგანსაზღვრის უფლებაზე. და ზოგჯერ ძალიან ფრთხილად ის იზიარებდა ამ ცოდნას ახალგაზრდებთან, რომლებიც მოდიოდნენ ბიბლიოთეკაში. ვახტანგ რჩეულიშვილი გახდა ეკონომისტი და მუშაობდა სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტში. ეს იყო ირონიული ადამიანი, რომელიც ოცნებობდა ბაზრის ეკონომიკაზე. მუშაობდა საბჭოთა დაგეგმილი ეკონომიკის სისტემაში. მაგრამ ვახტანგი იყენებდა ამ პოზიციას, ის სწავლობდა, როგორ მუშაობდა საბჭოთა ეკონომიკა, რა იყო მისი სისუსტეები, რა იყო მისი პრობლემები. ის ამზადებდა თავს იმ დღისთვის, როცა საქართველოს დასჭირდებოდა ახალი ეკონომიკური სისტემა. თამაზ კვაჭანტირაძე გახდა სოციოლოგი და მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. ის სწავლობდა საქართველოს სოციალურ სტრუქტურას, ის სწავლობდა ხალხის პრობლემებს, ის სწავლობდა, რა აინტერესებდა ადამიანებს, რა აშინებდა მათ, რა აძლევდა მათ იმედს. ეს ცოდნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი პოლიტიკური მოძრაობისთვის. 1953 წელს მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი საბჭოთა კავშირში. სტალინი გარდაიცვალა. ეს იყო მომენტი, რომელსაც გორგასალიანელები ელოდნენ 9 წლის განმავლობაში. ისინი იცოდნენ, რომ სტალინის სიკვდილი მოიტანდა ცვლილებებს, მაგრამ ისინი არ იცოდნენ, რა სახის ცვლილებებს. მერაბმა, სვიადმა, ვახტანგმა და თამაზმა შეიკრიბნენ პირველად 2 წლის განმავლობაში. ისინი შეხვდნენ ძველ ეკლესიაში, სადაც იყო დამალული მათი დროის კაფსულა. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რა ნიშნავდა სტალინის სიკვდილი, რა შესაძლებლობები იხსნებოდა, რა საფრთხეები ჩნდებოდა. მერაბმა თქვა, ეს არის ისტორიული მომენტი. სტალინის სიკვდილი ნიშნავს, რომ საბჭოთა სისტემა შევა კრიზისში. ახალი ლიდერები იბრძოლებენ ხელისუფლებისთვის. ეს ნიშნავს, რომ რეპრესიები შესაძლოა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შესაძლოა გვქონდეს ახალი შესაძლებლობები. სვიადმა დაამატა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ ფრთხილები. ახალი ლიდერები შესაძლოა იყვნენ კიდევ უფრო სასტიკები ვიდრე სტალინი. ისინი შესაძლოა ცდილობდნენ გააძლიერონ თავიანთი ხელისუფლება რეპრესიების გაძლიერებით. ჩვენ უნდა ველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება. ვახტანგმა თქვა, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მზად. თუ რეპრესიები შემცირდება, თუ ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. ჩვენ უნდა შევძლოთ სწრაფი რეაგირება. ჩვენ უნდა გვქონდეს გეგმები, უნდა გვქონდეს ადამიანები, უნდა გვქონდეს იდეები. თამაზმა თქვა, ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ ახალ თაობაზე.
ჩვენ ახლა ვართ 29-30 წლის. ჩვენ აღარ ვართ ის ახალგაზრდები, რომლებიც დავიწყეთ ეს ბრძოლა. ჩვენ უნდა იპოვოთ ახალი ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ გააგრძელონ ჩვენი საქმე. ისინი გადაწყვიტეს და ელოდათ და ენახათ, რა მოხდებოდა. ისინი გადაწყვიტეს ყოფილიყვნენ მზად, მაგრამ არ მოქმედებდნენ ძალიან სწრაფად. ისინი იცოდნენ, რომ ისტორია იცვლებოდა ნელა, რომ ცვლილებები მოითხოვდა დროს. 1954-დან 1956-მდე იყო პერიოდი, რომელსაც გორგასალიანელები უწოდებდნენ ელოდების წლებს. საბჭოთა კავშირში რეალურად ხდებოდა ცვლილებები, ნიკიტა ხრუშჩოვი ხდებოდა ახალი ლიდერი, რეპრესიები მცირდებოდა. ათასობით პოლიტიკური პატიმარი თავისუფლდებოდა. მაგრამ ეს ცვლილებები არ ეხებოდა ეროვნულ საკითხებს, საბჭოთა იმპერია რჩებოდა იმპერიად, საქართველო რჩებოდა დაპყრობილი. მერაბი და ზვიადი იყენებდნენ ამ პერიოდს მომზადებისთვის. ისინი კითხულობდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ იპოვა სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობის მოძრაობების შესახებ. ისინი სწავლობდნენ, როგორ იბრძოდნენ ინდოელები ბრიტანული იმპერიის წინააღმდეგ, როგორ იბრძოდნენ ირლანდიელები ბრიტანული ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორ იბრძოდნენ პოლონელები რუსული იმპერიის წინააღმდეგ. ისინი ასევე სწავლობდნენ ახალ იდეებს, ისინი კითხულობდნენ მარტინ ლუთერ კინგს, რომელიც იბრძოდა სამოქალაქო უფლებებისთვის ამერიკაში. ისინი კითხულობდნენ მაჰატმა განდის, რომელმაც გამოიყენა არაძალადობრივი წინააღმდეგობა. ისინი კითხულობდნენ ნელსონ მანდელას, რომელიც იბრძოდა აპარტეიდის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკაში. ამ კითხვის შედეგად ისინი შექმნეს ახალ სტრატეგიას, არაძალადობრივი წინააღმდეგობის სტრატეგია. ეს სტრატეგია ეფუძნებოდა იდეას, რომ დამოუკიდებლობა შეიძლებოდა მიღწეულიყო არა იარაღით, არამედ მორალური ძალით, არა ძალადობით, არამედ სამოქალაქო დაუმორჩილებლობით. 1956 წელი იყო წელი, როცა ეს სტრატეგია პირველად გამოიცადა. ხრუშჩოვმა გამოსცა ახალი ბრძანება, ყველა ეროვნული რესპუბლიკა უნდა გაეძლიერებინა რუსული ენის სწავლება. ეს არ იყო ისეთი რადიკალური, როგორც სტალინის რუსიფიკაციის გეგმა, მაგრამ ეს მაინც იყო საფრთხე ქართული ენისთვის. მერაბმა და ზვიადმა გადაწყვიტეს ორგანიზება გაეკეთებინათ პროტესტისა, მაგრამ ახალი მეთოდით. ისინი არ გააკეთეს ღია დემონსტრაცია, ისინი ორგანიზებდნენ ჩუმ პროტესტს. ათასობით ადამიანი ერთდროულად დაიწყო ქართული ენის გამოყენება ყველგან, მაღაზიებში, ოფისებში, ქუჩებში. ისინი საუბრობდნენ მხოლოდ ქართულად, ისინი წერდნენ მხოლოდ ქართულად, ისინი მღეროდნენ მხოლოდ ქართულ სიმღერებს. ეს იყო ძალიან ეფექტური. საბჭოთა ხელისუფლება ვერ იგებდა, როგორ უნდა რეაგირება გაეკეთებინა. როგორ შეეძლო დაეპატიმრებინა ადამიანები იმიტომ, რომ ისინი საუბრობდნენ თავიანთ მშობლიურ ენაზე? როგორ შეეძლო აეკრძალა ქართული ენის გამოყენება, როცა ოფიციალურად ქართული ენა იყო საქართველოს ოფიციალური ენა? რამდენიმე კვირის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება უკან დაიხია. ისინი გააუქმეს ბრძანება რუსული ენის გაძლიერების შესახებ. ეს იყო მეორე დიდი გამარჯვება გორგასალიანელებისთვის და ეს გამარჯვება მიღწეული იყო არაძალადობრივი მეთოდებით. 1957 წელი იყო წელი, როცა გორგასალიანელებმა გადაწყვიტეს შექმნათ ახალი ორგანიზაცია, ქართული კულტურული საზოგადოება. ეს ორგანიზაცია იყო ოფიციალურად რეგისტრირებული, ოფიციალურად კანონიერი. მისი მიზანი იყო ქართული კულტურის, ენის, ისტორიის შესწავლა და პოპულარიზაცია. მაგრამ რეალურად ეს ორგანიზაცია იყო გორგასალიანელების ახალი ფორმა. მერაბი იყო მისი თავმჯდომარე, ზვიადი იყო მისი მდივანი, ვახტანგი იყო მისი ხაზინადარი, თამაზი იყო მისი პროგრამული კომიტეტის ხელმძღვანელი. ისინი ორგანიზებდნენ ლექციებს ქართულ ისტორიაზე, კონცერტებს ქართული მუსიკისა, გამოფენებს ქართული ხელოვნებისა. ეს ორგანიზაცია გახდა ძალიან პოპულარული. ათასობით ადამიანი მონაწილეობდა მის ღონისძიებებში. ახალგაზრდები მოდიოდნენ ლექციებზე, სადაც ისინი სწავლობდნენ ქართულ ისტორიას, რომელიც არ ისწავლებოდა სკოლებში. ოჯახები მოდიოდნენ კონცერტებზე, სადაც ისინი უსმენდნენ ქართულ სიმღერებს, რომლებიც არ ისმოდა რადიოში. ხელოვანები მოდიოდნენ გამოფენებზე, სადაც ისინი ხედავდნენ ქართულ ხელოვნებას, რომელიც არ ჩნდებოდა მუზეუმებში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეს ორგანიზაცია ქმნიდა თემს. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ მის ღონისძიებებში, იწყებდნენ ერთმანეთის ცნობას, იწყებდნენ მეგობრობას, იწყებდნენ თანამშრომლობას. ისინი იწყებდნენ გრძნობას, რომ ისინი არ იყვნენ მარტო, რომ ისინი იყვნენ ნაწილი რაღაც უფრო დიდისა. გბა ამჩნევდა ამ ორგანიზაციას, მაგრამ ვერ იგებდა, რა უნდა გაეკეთებინა.
ორგანიზაცია იყო კანონიერი, მისი საქმიანობა იყო კანონიერი, მისი მიზნები იყო კანონიერი. როგორ შეეძლო აიკრძალა ქართული კულტურის შესწავლა? როგორ შეეძლო აიკრძალა ქართული ისტორიის შესწავლა? მაგრამ კბა ასევე იცოდა, რომ ეს ორგანიზაცია იყო რაღაც მეტი, ვიდრე კულტურული საზოგადოება. ისინი იცოდნენ, რომ მერაბი და ზვიადი იყვნენ გორგასალიანელები. ისინი იცოდნენ, რომ ეს ორგანიზაცია იყო მათი ახალი ფორმა. მაგრამ ისინი ვერ მტკიცებდნენ ამას. 1958 წელი იყო წელი, როცა ქართული კულტურული საზოგადოება ორგანიზებდა თავის ყველაზე დიდ ღონისძიებას, ქართული კულტურის კვირეულს. ეს იყო კვირა, რომლის განმავლობაშიც ყოველდღე იყო სხვადასხვა ღონისძიება, ლექციები, კონცერტები, გამოფენები, სპექტაკლები, კინოჩვენებები. ამ კვირეულში მონაწილეობა მიიღო 10,000-ზე მეტმა ადამიანმა. ეს იყო უდიდესი კულტურული ღონისძიება საქართველოში საბჭოთა პერიოდში. ადამიანები მოდიოდნენ არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ მთელი საქართველოდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, გორიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან. ამ კვირეულის განმავლობაში ადამიანები სწავლობდნენ ქართულ ისტორიას, რომელიც არ ისწავლებოდა სკოლებში. ისინი უსმენდნენ ქართულ მუსიკას, რომელიც არ ისმოდა რადიოში. ისინი ხედავდნენ ქართულ ფილმებს, რომლებიც არ ჩნდებოდა კინოთეატრებში. ისინი კითხულობდნენ ქართულ ლიტერატურას, რომელიც არ იყიდებოდა წიგნის მაღაზიებში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ კვირეულის განმავლობაში ადამიანები გრძნობდნენ, რომ ისინი იყვნენ ქართველები. ისინი გრძნობდნენ, რომ მათ ჰქონდათ ისტორია, ჰქონდათ კულტურა, ჰქონდათ იდენტობა. ისინი გრძნობდნენ, რომ ისინი არ იყვნენ მხოლოდ საბჭოთა მოქალაქეები, ისინი იყვნენ ქართველები. კვირეულის ბოლო დღეს, როცა 10,000 ადამიანი იყო შეკრებილი თბილისის ცენტრალურ მოედანზე, მერაბმა წარმოთქვა სიტყვა. ის თქვა, ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენ გვაქვს ისტორია, რომელიც ათასობით წლისაა. ჩვენ გვაქვს კულტურა, რომელიც უნიკალურია. ჩვენ გვაქვს ენა, რომელიც ჩვენი სულია. ჩვენ გვაქვს იდენტობა, რომელიც ჩვენი ძალაა. და არავითარი იმპერია, არავითარი რეჟიმი ვერ წაგვართმევს ამას. ეს სიტყვები გახდა ისტორიული. 10,000 ადამიანი დგა და აპლოდისმენტებდა. ისინი ღიღინებდნენ ქართულ სიმღერებს, ისინი ყვიროდნენ გაუმარჯოს საქართველოს. ეს იყო მომენტი, როცა ქართველი ხალხი გრძნობდა თავის ძალას, თავის ერთობას, თავის იმედს. გბი იყო შოკირებული. ისინი ვერ იგებდნენ. როგორ მოხდა ეს? როგორ შეძლო ერთმა კულტურულმა ორგანიზაციამ მობილიზება გაეკეთებინა 10,000 ადამიანისა? როგორ შეძლო მან შექმნა ისეთი ძლიერი ეროვნული მოძრაობა? მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ისინი იცოდნენ, რომ გორგასალიანელები ამზადებდნენ რაღაც უფრო დიდს. ისინი იცოდნენ, რომ ეს კულტურული მოძრაობა შეიძლებოდა გადაქცეულიყო პოლიტიკურ მოძრაობად. და ისინი სწორად ფიქრობდნენ. რადგან მერაბმა და ზვიადმა უკვე იცოდნენ, რომ დრო მოვიდა. ისინი იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი იყო მზად. ისინი იცოდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური, ღია მოწოდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. რა იყო ის, რაც აიძულებდა ამ ადამიანებს გაეგრძელებინათ ბრძოლა 14 წლის განმავლობაში? რა იყო ის, რაც აძლევდა მათ ძალას არდანებებისთვის, მიუხედავად ყველა საფრთხისა, ყველა ზეწოლისა? რა იყო ის, რაც აკავშირებდა მათ 10,000 ადამიანთან, რომლებიც მოვიდნენ ამ კვირეულზე? ეს იყო რაღაც, რაც იყო უფრო ძლიერი ვიდრე ყველა რეპრესია, უფრო ღრმა ვიდრე ყველა შიში, უფრო ძლიერი ვიდრე ყველა იმპერია. ეს იყო სიყვარული საქართველოს მიმართ, რწმენა ქართველი ხალხის ძალაში, იმედი თავისუფალ მომავალზე. და ეს სიყვარული, ეს რწმენა, ეს იმედი იყო ისეთი ძლიერი, რომ მან შეძლო შექმნა მოძრაობა, რომელიც 14 წლის შემდეგ მიაღწევდა თავის მიზანს, საქართველოს დამოუკიდებლობას, გაგრძელება, ნაწილი 5, დასასრული. 1959 წელი იყო წელი, როცა გორგასალიანელებმა გადაწყვიტეს გადაეღოთ ბოლო ნაბიჯი. ხრუშჩოვის განთავისუფლების პოლიტიკამ შექმნა ახალი შესაძლებლობები, მაგრამ ასევე ახალი საფრთხეები. საბჭოთა ხელისუფლება იყო უფრო ლიბერალური, მაგრამ ასევე უფრო ფრთხილი. ისინი ნებას რთავდნენ კულტურულ აქტივობებს, მაგრამ მკაცრად კრძალავდნენ პოლიტიკურ აქტივობებს. მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ იცოდნენ, რომ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. ისინი ხედავდნენ, რომ ქართველი ხალხი იყო მზად, ქართული კულტურული საზოგადოების წევრობა აღწევდა 25,000 ადამიანს.
ისინი ხედავდნენ, რომ საერთაშორისო ვითარება იცვლებოდა, აფრიკაში და აზიაში ათობით ქვეყანა იღებდა დამოუკიდებლობას კოლონიური იმპერიებისგან. ისინი ხედავდნენ, რომ საბჭოთა კავშირი თვითონ იყო კრიზისში, ეკონომიკური პრობლემები, სოციალური დაძაბულობა, ეროვნული კონფლიქტები. 1959 წლის შემოდგომაზე მერაბმა, ზვიადმა, ვახტანგმა და თამაზმა შეიკრიბნენ ბოლო შეხვედრაზე, როგორც გორგასალიანელები. ისინი შეხვდნენ იმავე ძველ ეკლესიაში, სადაც ისინი პირველად შეხვდნენ 15 წლის წინ. ისინი იყვნენ ახლა 29 წლის ზრდასრული ადამიანები, მათთან იყო ოჯახები, სამსახური, პასუხისმგებლობები. მაგრამ მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ იგივე ოცნება, რომელიც ჰქონდათ 15 წლის ასაკში. მერაბმა თქვა, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო როგორც საიდუმლო ორგანიზაციამ. ჩვენ შევქმნით ქსელი. ჩვენ გავავრცელეთ იდეები, ჩვენ მოვამზადეთ ხალხი. ახლა დროა ჩვენ გავხდეთ ღია პოლიტიკური მოძრაობა. დროა ჩვენ ღიად მოვითხოვოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. ზვიადმა დაამატა, ეს იქნება საშიში. საბჭოთა ხელისუფლება არ მიიღებს ღია სეპარატისტულ მოძრაობას. ისინი გამოიყენებენ ყველა საშუალებას ჩვენი შესაჩერებლად დაპატიმრებას, რეპრესიებს, შესაძლოა ძალადობასაც. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამისთვის. ვახტანგმა თქვა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მზად წარმატებისთვის. თუ ჩვენ მოვიგებთ, თუ საქართველო გახდება დამოუკიდებელი, ჩვენ უნდა გქონდეს გეგმები, როგორ ავაშენოთ ახალი სახელმწიფო. ჩვენ უნდა გქონდეს იდეები ეკონომიკისთვის, განათლებისთვის, კულტურისთვის. თამაზმა თქვა, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ეს ბრძოლა შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ ათობით წელი. დამოუკიდებლობა არ მოვა ადვილად. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელი, რთული ბრძოლისთვის. ისინი გადაწყვიტეს. ისინი გადაწყვიტეს, რომ ქართული კულტურული საზოგადოება გადაქცეულიყო ქართული ეროვნული მოძრაობად. ისინი გადაწყვიტეს, რომ 1950 წლის გაზაფხულზე ისინი ღიად გამოაცხადებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას. 1950 წლის მარტში მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. ქართული კულტურული საზოგადოების ყოველწლიური კონფერენციაზე, სადაც იყო შეკრებილი 5,000 ადამიანი, მერაბ კოსტავამ წარმოთქვა ისტორიული სიტყვა. ის თქვა, ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ თავისუფლები. ჩვენ გვაქვს უფლება გქონდეს ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო პირველი ღია მოწოდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა პერიოდში. 5,000 ადამიანი დგა და აპლოდისმენტებდა. ისინი ღიღინებდნენ გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას. ეს იყო მომენტი, როცა გორგასალიანელების საიდუმლო ბრძოლა გახდა ღია პოლიტიკური მოძრაობა. გბ რეაგირება გაუკეთა და უყოვნებლივ. მათ დააკავეს მერაბი, ზვიადი, ვახტანგი და თამაზი. მათ დააკავეს ასობით სხვა აქტივისტი. მათ გამოაცხადეს ქართული კულტურული საზოგადოება უკანონო ორგანიზაციად. მათ დაიწყეს მასობრივი რეპრესიები. მაგრამ ეს რეპრესიები მოვიდა ძალიან გვიან. გორგასალიანელებმა უკვე შექმნეს ისეთი ძლიერი მოძრაობა, რომ მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. როცა მერაბი და ზვიადი დააპატიმრეს, მათ ადგილს დაიკავეს ასობით სხვა ლიდერი. როცა ქართული კულტურული საზოგადოება აკრძალეს, მის ადგილს დაიკავა ათობით სხვა ორგანიზაცია. მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია გაატარეს 2 წელი ციხეში. მაგრამ ეს 2 წელი არ გაანადგურა მათ, ის გააძლიერა მათ. ისინი გახდნენ მარტირები, ისინი გახდნენ სიმბოლოები. ქართველი ხალხი ხედავდა მათ, როგორც გმირებს, რომლებმაც გაიღეს თავიანთი თავისუფლება ქვეყნის თავისუფლებისთვის. 1952 წელს, როცა მერაბი და ზვიადი გამოვიდნენ ციხიდან, ისინი დაინახეს, რომ საქართველო იყო სრულიად შეცვლილი. მათი მოძრაობა, რომელიც დაიწყო 4 ადამიანით 1954 წელს, ახლა იყო მასობრივი მოძრაობა, რომელშიც მონაწილეობდა ასობით ათასი ადამიანი. ქართული ეროვნული მოძრაობა იყო ძალა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებდა. მერაბმა და ზვიადმა გაიგეს, რომ მათი მისია იყო შესრულებული. ისინი შექმნეს ის, რაც ისინი ოცნებობდნენ 15 წლის ასაკში, მოძრაობა, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ახლა ეს მოძრაობა ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით, ის აღარ იყო დამოკიდებული მათზე. ისინი გადაწყვიტეს გაეგრძელებინათ ბრძოლა, მაგრამ ახალი როლით. მერაბი გახდა პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ორგანიზებდა დემონსტრაციებს, მიტინგებს, პროტესტებს. ზვიადი გახდა იდეოლოგიური ლიდერი.
რომელიც წერდა მანიფესტებს, პროგრამებს, სტატიებს. ვახტანგი გახდა ეკონომიკური ექსპერტი, რომელიც ამზადებდა გეგმებს დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკისთვის. თამაზი გახდა სოციალური ლიდერი, რომელიც მუშაობდა მუშებთან, გლეხებთან, უბრალო ხალხთან. 1952-დან 1991-მდე იყო 29 წელი, რომლის განმავლობაშიც ქართული ეროვნული მოძრაობა იზრდებოდა, ძლიერდებოდა, ვითარდებოდა. ეს იყო 29 წელი მუდმივი ბრძოლისა, მუდმივი რეპრესიებისა, მუდმივი იმედისა. და ბოლოს 1991 წლის ապრილში, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, როცა გორბაჩოვის პერესტროიკა ქმნიდა ახალშესაძლებლობებს, ქართული ეროვნული მოძრაობამ მიაღწია თავის მიზანს. საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მერაბ კოსტავა, რომელმაც დაიწყო ეს ბრძოლა 15 წლის ასაკში, იყო ერთ-ერთი ლიდერი ამ ისტორიული მომენტისა. სვიად გამსახურდია გახდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. ვახტანგი და თამაზი გახდნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები დამოუკიდებელ საქართველოში. დღეს, როცა ჩვენ ვუყურებთ უკან ამ ისტორიას, ჩვენ ვხედავთ, რომ გორგასალიანელები იყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაცია, ისინი იყვნენ იდეა, რომელმაც შეცვალა ისტორია. ისინი იყვნენ 4 ახალგაზრდა, რომლებმაც 1954 წელს გადაწყვიტეს, რომ ისინი არ მიიღებდნენ საბჭოთა იმპერიას. ისინი იყვნენ 4 ადამიანი, რომლებმაც შექმნეს მოძრაობა, რომელმაც ბოლოს მიაღწია საქართველოს დამოუკიდებლობას. მათი ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი არ არის ტანკები ან თვითმფრინავები, ყველაზე ძლიერი იარაღი არის იდეა. იდეა თავისუფლებისა, იდეა დამოუკიდებლობისა, იდეა იმისა, რომ ყველა ხალხს აქვს უფლება იყოს თავისუფალი. მათი ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის რამდენი ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის რამდენად ძლიერია შენი რწმენა. მერაბი და ზვიადი იყვნენ მხოლოდ 15 წლის, როცა ისინი დაიწყეს ეს ბრძოლა. მაგრამ მათ ჰქონდათ რწმენა, რომელიც იყო უფრო ძლიერი ვიდრე საბჭოთა იმპერია. მათი ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის სწრაფი შედეგი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მუდმივობა. გორგასალიანელებმა იბრძოლეს 27 წლის განმავლობაში. ისინი ვერ დანებდნენ მიუხედავად ყველა რეპრესიისა, ყველა საფრთხისა, ყველა ტანჯვისა. და ბოლოს მათი ისტორია გვასწავლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ინდივიდუალური გმირობა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კოლექტიური მოქმედება. გორგასალიანელები მოიგეს არა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ გმირები, არამედ იმიტომ, რომ ისინი შეძლეს ათასობით ათასი ადამიანის მობილიზება. ისინი შეძლეს მთელი ხალხის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო. დღეს, როცა საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის 4 ახალგაზრდა, რომლებმაც 1954 წელს დაიწყეს ეს ბრძოლა. ჩვენ უნდა გავიხსენოთ მერაბ კოსტავას, სვიად გამსახურდია, ვახტანგ რჩეულიშვილი და თამაზ კვაჭანტირაძე, გორგასალიანელები, რომლებმაც შექმნეს ლეგენდა, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. მათი მემკვიდრეობა ცხოვრობს დღესაც. ყოველ ახალგაზრდაში, რომელიც ოცნებობს უკეთეს მომავალზე. ყოველ ადამიანში, რომელიც იბრძვის სამართლიანობისთვის. ყოველ მოქალაქეში, რომელიც უყვარს თავისი ქვეყანა და მზადაა ბრძოლისთვის მისი თავისუფლებისთვის. ეს არის გორგასალიანელების ისტორია, ისტორია იმისა, როგორ შეძლო 4 ახალგაზრდამ შეცვალა მსოფლიო. ისტორია იმისა, როგორ გახდა ოცნება რეალობად. ისტორია იმისა, როგორ მოიგო სიყვარულმა სიძულვილზე, როგორ მოიგო იმედმა შიშზე, როგორ მოიგო თავისუფლებამ ტირანიაზე. რა არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ისტორიაში? ის, რომ ყველაფერი დაიწყო 4 ახალგაზრდის ოცნებით. ოცნებით, რომელიც იყო ისეთი ძლიერი, რომ მან შეძლო შექმნა მოძრაობა, რომელმაც ბოლოს მიაღწია საქართველოს დამოუკიდებლობას. და ეს ოცნება, ეს იდეა, ეს რწმენა, ეს არის ის, რაც ყოველთვის იქნება ყველაზე ძლიერი იარაღი ყველა ტირანიის წინააღმდეგ,